პაცაცია 22 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ Prime House-ის live show-ს და მე მისი წამყვანი მარიამ სანოგო ვარ. და ჩვენი ჟიურიც რა თქმა უნდა აქ არის უმშვენიერესი ტელეწამყვანი ნინუ ცაორჯონიკიძე. დიზაინერი და ტატუ არტისტი პიტო სეთური. და ახლა გეტყვით, რომ ავთანდილი დღეს ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ყავს სპეციალური უმშვენიერესი, უნიჭიერესი ჟიური, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია. თიკა, ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდი. მიხარი, როგორ მოგწონს Prime House-ი? ავთოსგან ავიღე მე ნებართ ვარ ვაქვსარიყავით, მიხარი როგორც კი დამთავრდება, გამაგებინე რა მოხდებაო. მოკლედ ეს მამდები მელოდება წინ. როგორია აქ ჯდომა? როგორი შეგრძნება? საკმაოდ საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ვეუბნებოდი ჩემ კოლეგებს, რომ ეს სადღაც იქ ვარ, სადაც დიდი ზეიმია, ბედნიერებაა და ეხლა აქ ვიღაცას გული უნდა დაწყდეს, ხო გესმის და ნერვიულობ ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან, იმიტომ რომ მოვედი ერთხელ და თანაც ვიღაცას გული უნდა დავწყდეს, თუ არ არის ეს ძალიან ობიექტური იქნება. რა თქმა უნდა, ვეცდები ძალიან, თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც ადამიანების აქციელები უნდა შეფასდეს რეალურად, ხო, ამიტომ კიდევ უფრო რთულია ამ სკამზე ჯდომა. ახლა კი დროა რომ სტუდიაში მოუხმოთ ჩვენს კონკურსანტებს, რომლებმაც სრულიად ინტერნეტ სივრცე მოიცვეს. ინსტაგრამი, ტიკტოკი, ფეისბუქი არის ყველგან შეხვდებით მათ ვიდეოებს, ისინი უკვე ძალიან ცნობილები გახდნენ და დღეს მოვიდნენ სპეციალურად აქ იმისთვის, რომ ერთად განვიხილოთ მიმდინარე კვირის მოვლენები, ფაქტები და შევაფასოთ. რა თქმა უნდა, მთავარია გამოვავლინოთ ადამიანი თუ ვინ დატოვებს პროექტს. მას ასე შევაგებოთ თეო კოჭლამაზაშვილი, როიალ გადვინი, ანი ყიფშიძე, სალომე კაბანაძე, ტატო კახიძე, თეონა ციცაკიშვილი, ლიზა ქონიაძე, კეთი ჩერქეზია, ლაშა მაზანაშვილი, ავთო ჯაფარიძე. ახლა კი შევაგებოთ ჩვენ სამ აუთსაიდერს. პატრიკი ნომრით 0903 300 301. ჩვენი მეორე აუთსაიდერი კესო ბერუაშვილი ნომრით 0903 300 302. და ჩვენი მესამე აუთსაიდერი გიორგი ნაზღაიძე ნომრით 0903 300 303. შვენიერები ხართ ნამდვილად ყველანი, მე კი შეგახსენებთ, რომ აუთსაიდერებიდან ერთს გადაარჩენთ თქვენ მაყურებელი, თქვენი ხმების მიცემით, ხოლო მეორეს გადაარჩენს ჩვენი ჟიური. მესამე კი, რა თქმა უნდა, ავტომატურად გამოეთიშება პროექტს. ხმის მიცემა შეგიძლიათ როგორც Facebook Messenger-ის საშუალებით, ასევე SMS-ებით და ზარების საშუალებით. სხვათა შორის, ზარების ღირებულება სიმბოლური 1 თეთრია, ხოლო Facebook-ზე ხმის მისაცემად აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, გახსენით პირადი მიმოწერის ველი და აირჩიეთ hashtag Get Started. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს რჩეულ მონაწილეს SMS-ების საშუალებით ან გადაანაწილოთ სხვადასხვა მონაწილეებზე და არჩიოთ რამდენიმე მათგანი. დღევანდელ live show-ს დავიწყებთ ყველაზე საინტერესო თემით. როგორც ვიცით, პირველი კვირის თავზე შეიქმნა კოალიცია გიორგი ნაზღაიძის წინააღმდეგ. მოდი ვნახოთ ვიდეო. პირველად გადაანაწილეთ დისლაიქები და მიეცით ისეთ ძლიერ მონაწილეებს, ვინც კონკურენციას გაუწევს. გიო აუთსაიდერი უეჭველია და შეგიძლიათ რომ დისლაიქი მომცეთ მე და მეც ვიყო აუთსაიდერი. გეუბნებით რომ დამასახელეთ მე ხო და სტრატეგიულად მაშინ გავუჩხავ. ხალხი ხედავს ყველაფერს ვაფშე მესმის ხო, ნუ ეხლა ანალოგიური დამოკიდებულება ექნება ხალხსაც და ზუსტად მაგიტო საერთოდ არ მეშინია იქ დადგომა. ვინ ვიცით ზუსტად ვინ ვიცით ეგენი ვთქვა. პატრიკი. რა თქონდა ბიჭო იგეთი დაწყება მაგის ხო და ეხლა ვანახეთ დამთავრებას.
ჩვენ ავიღეთ ხელში. ხო, ზედა დავწყვიტეთ კაცურად მოვიქცეთ. მე და მაზანი. ადამიანმა მე მითხრა, რომ ანუ შეbat გულში არ უნდა ჩავიდე, მაგრამ ტიპა მითხრა, რომ ჩემთან ერთად აუთსაიდერებში იქნებიო. მე თუ წავალო, სუსტს გავიყოლებ. ადამიანს, რომელსაც გონია, რომ ეს სუსტი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული რაღაც ემოციები გამაჩნია, ჩემთვის მიუღებელია. მე მაგიტო ვაძლევ გიორგის ხმას და არა იმიტომ რომ რაღაცა კოალიციაში. ჩვენ შევიკრიფეთ და როგორც კაცები მან გადავწყვიტეთ, რომ შევიდეთ აუთსაიდერობაში. ვინები შედიხარ? მე და მაზანა. რომ მოვაშოროთ მესამე ნაზრით. ამიტომ გვჭირდება რომ შენ ზუსტად ჩვენ გათვლას მიყვე და მის ხმა მინუსი გიორგის. ხო, მაგას ვაპირებ. როგორც ხედავთ, გიორგი ნაზრაიძის წინააღმდეგ კოალიცია შედგა. გიორგის დღეს ხედავთ აუთსაიდერების სკამზე. თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით ორად გაიყო. დღეს ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ თუ ვინ არის და გამოვარკვიოთ ვინ არის რეალურად გიორგის შენ წინააღმდეგ კოალიციის ლიდერი, ასე რომ ვთქვათ. მე ერთი კითხვა. რაულთან სადა? დადო ყველა ფული. და რეგიონებში არის ხოლმე ესე, დადიან ხოლმე და წერენ რომ აი ვინ დადო ფული და ვინ არა და დადო ყველა ფული? შენ რო შოუმენი ხარ და მაგით ვცდილობ რომ გადარჩე ამ შოუში. აი მაგითო გაგდებ. ოკეი, მიყვარხარ. დავაგდე. გასაგები აბსოლუტურად. როიალ, მაინც მოდი შენით დავიწყებ. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს ლიდერად ამ კოალიციის? არ თუ არა ფიფქი. კაი, ეხლა მე ვლაპარაკობ. გიორგი ამბობს, რომ პატა არის ლიდერი, რომელიც ყველას მართავს. არა და კარგად იცი რომ მე ვარ. არა, მე ვთქვი უბრალოდ არის ფიფქია და ბევრი ჯუჯები. კი, და ამბობს მაგას პატაზე, იმიტომ რომ პატა არის აუთსაიდერი, დააწყობს პატას. ჩემი მეგობარი აქ არავინ არ არის. მეგობრებო, როიალს უსმენთ ჯერჯერობით შეკითხვა როიალს. კაი, მაშინ მე მინდა გიორგის კითხო. აი, დავიდან სანამ შემოვიდით პროექტში და ტრენინგებზეც რო დავდიოდით ერთად, მე და შენ კარგი ურთიერთობა გქონდა ასე თუ ისე, ხო? არა? არ ვლაპარაკობდით ხოლმე? ყავაზე და ნულზე. და anyway ერთ-ერთ ლაპარაკში შენ ესე თქვი, ესე წამოგწდა, რომ მე ამ პროექტში მოსაგებად ვიცი რომ არ შემოვიდი, სხვა მიზანი მაქვს. და მე ეგ დავიმახსოვრე, იმიტომ რომ შემთხვევით თქვი ეგ. და ვიცით ჩვენ შენი მიზანი და მაგიტომაც შევიკრიბეთ. შენ შემოხვედი იმისთვის, რომ ვიღაც გაცი, რომ ვიღაცებს იარლექები დაარქვა, კესოზე ვიცით უკვე რაც გააჟღერე, მე ვარ ჩორიკანა, ეს არის არაკაცი და ანუ შენი აზრით არ მაქვს საქმე, რომ თქვენ ახლა მოგისმინოთ, აგიტანოთ პროექტში, რასაც თქვენ ჩემს წინამდე გაკეთებ? რას ვაკეთებ გიორგი შენს წინააღმდეგ ძა? მაყურებელმა გამოიტანოს გადაწყვეტილება. რას ვაკეთებ გიორგი შენ ესე უსინდისოთ იდექი და მაყურებელს ეუბნეოდი, რომ იცით რა არის მე არავინ არ მეძახი წამეს დრო არც ერთხელ გიორგი, არც ერთხელ. მე გამეთანხმება, რომ არც ერთხელ ხალხმენ ისიარ გაგიკეთებია, რომ შეიფიქრა დაგვეტოვებინა და მე კიდე ყოველთვის უარს ამბობდი და მე მაცივარში გიტოვებდი და თან იმაზე მეტს ვიდრე სხვებს ხვდები. აი, ერთ წამს, აი, შენთან კი რა. აი, კარგი, თქვენ ყველამ და ბოლოს მე ვიტყვი ჩემს. აი, ჩემ კითხვაზე ვიპასუხე და მომზადებული აქვს სპიჩები. ძალიან ცნობილი ვიდეო დევს, სადაც მე და შენ ასე თუ ისე ვკამათობთ, ნუ, ვლაპარაკობთ. და მანამდე სანამ საუბრობთ, ხო? საუბარი გარიყო, იმიტომ რომ სულ შენ ვაპარაკობთ, მაგრამ მანამდე, მაგ საუბრამდე თუ გახსოვს, რომ ვიჯექით და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თურმე ისე გამოხატავს, რომ არ ვაჩვენებთ და ასე შემდეგ. შენ გამოიარე მაგ დროს, მე შენ კითხე, გიო, ყოფილა ერთი შემთხვევა, სადაც საჭმელი გავაკეთეთ და არ დაგიძახეთ. არა ერთი. შენ ჩუმად გაიარე? არა, მაგაზე მე ვიფასებ. არ ვიცი, ახლა კადრებში მაყურებელი ყოველთვის ხედავს მე შენ კადრებში მაყურებელი ყოველთვის ხედავს ყველაფერს. მე ვერაფერს ვერ დავამატე. ისეთი კადრი, ისეთი მომენტი, რომ გიორგისთან ვინმე კომუნიკაციაში არ შესულა. ანაც სალომე. ანა, მხოლოდ ანა. არა. მე არ გელაპარაკებოდი. ცდილობდა ყოველთვის. მე არ გელაპარაკებოდი. ერთით ცდილობდა, როიალიც ცდილობდა და ყველა საერთოდ. როიალი, რომელიც ზურგს უკან სიები დარბოდა და გვერდზე მიჯდებოდა და დარბოდა გიო, მე გიმალავდი მასიას. ერთსა ისტერიკის გარშე. თქვენ ხო მოგისმენთ? ეხლა ჩემი დროა. მოდი მაშინ როგორ გავაკეთეთ? თქვენ კოალიციამ დაამთავრეთ საუბარი ყველაფერთან და მე გაგაკეთეთ მე შენთან აქვს შეკითხვა, მაინტერესებს ისეთი ადამიანები, რომლებიც შენთან ასე თუ ისე დადებითად იყვნენ განწყობილი. რის გამო შეიცვალა დამოკიდებულება და მაინტერესებს უბრალოდ რა არის შენი სიმართლე, რატო წავიდა 12 ადამიანი შენ საწინააღმდეგო, ეგ შეკითხვა მაქვს. კარგი. ანუ წამყვანი დამხმარე წამყვანია. ერთადერთ რაღაცას, ერთს რა, გავცე მოკლედ პასუხს. ანას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო.
ერთი წუთით ყველას მოგეცემათ იმის საშუალება, რომ თქვენი აზრი გამოხატოთ. არა, ამათ მე გავხსნით მაქვს პასუხს უბრალოდ. კონკრეტული კითხვები ყველა მონაწილესთან. ამ ეტაპზე მაინტერესებს, ვინ იყო ამ კოალიციის ლიდერი და ვის ინიციატივა იყო ეს ყველაფერი. როიალი იღებს თავის თავზე, პატრიკ, ეთანხმები როიალს? საერთოდ არ ვიყავი მაგ დღეს სახლში. მე როცა მივედი და გავიგე რა ხდებოდა, მე ამაში ჩავერთე და ჩემი თავი დავასახენებინი აუთსაიდერად, მაგრამ ეს მოხდა მანამდე, არავინ არავის არაფერს არ უმალავდა, თვითონ ადამიანი თუ იმ სივრციდან გადის, სადაც ამას გვეგმავთ, ეს ჩვენ გამალვა მოგვინდებოდა, ეხა იცით რა არის, ეგეთი შეზღუდვები არ არის ჩვენს პროექტში. ფურცელზეც კარგად დავუწერდით ერთმანეთს, რომ მოდი ესე გავაკეთოთო და ვერც ეხა მომდომებოდა, რომ ვინმეს ვერ გაეგო რაღაცა და ვერ გაგვეკეთებინა, რომელიმეს ძალიან კარგადაც დავწერდით, ისე რომ საერთოდ ვერავინ ვერ გაიგებდა, ვერც იმას რატო გავაკეთეთ ეს და ვერაფერს. უბრალოდ ეს ჩვენ არც დაგვიმალავს არასდროს. სწორედ ის მაინტერესებს, ეს ყველაფერი მოხდა ღიად. ყველაფერი და იყო მოხდა გოდვინის იდეა, ხო, ეს ყველაფერი გამოდის და მე ასე. ჩავერთეთ ყველანი, აქ არავინ ანუ ესე დაძაბნება არ ყოფილა, მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს ისეთი თემაა, რომ ვერავინ ვერ გეტყვის, რომ შენ იყავი აუთსაიდერი, შენ გაწირე თავი, შენ წადი მაგ რისკზე ან შენ არ წახვიდე. ანალოგიურად კესოსაც ბევრჯერ ვკითხეთ ეგ კითხვა, ყველამ რომ კესო დარწმუნებული ხარ, რასაც აკეთებ ხა ამ შემთხვევაში. კესომ ანალოგიურად ბევრჯერ გვიპასუხა, რომ კი დარწმუნებული ვარ, მე ჩემი პირადი ანგარიში სწორება თუ რაღაც მაქვს ამ ადამიანთან და მინდა რომ აქ ვიყო. უბრალოდ ჩვენი მიზანი რო იყო, რომ პროექტიდან აი ეს ბანძი 2000 რაღაცა 7 და 5 წლის ბანძი სატელევიზიო ინტრიგები რო აინტერესებდათ, ვინ ვის საწოლში წევს და ვინ რას აკეთებს, აი ესეთი ბანძი ამბავი რომ დაგვემთავრებინა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ 2021 წელია საერთოდ სხვა ინტერესებია, ამხელა რაღაცები ხდება, ხალხი უკვე მანქანების კოსმოსში მიფრინებს რაღაცა და ჩვენ ისევ შენ იმასთან დადიოდი, ვიცი რამდენს იღებ ფულს, აი რაღაცები და მე ვფიქრობ, რომ ეს ანუ რა განსხვავება საერთოდ ამ ფრაზასა და მაინტერესებს რა განსხვავება, აი თქვენც გითხავთ, რა განსხვავება მაგალითად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებასა და ლაივში ესეთი კომენტარის გაკეთებას შორის. მითხარით ერთი განსხვავება. არანაირი განსხვავება არ არის. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირ ეთერში ვინმეს ეგეთი ინფორმაცია თამაში პლუსების დასაწერად ეგეთი ინფორმაცია ანუ ეს ხერხები რომ გამოიწერო ჩვენ მე ვფიქრობ რომ ის ადამიანები ვინც ამ აზრს შემოუერთდა და ვინც ამაში გავერთიანდით ყველანი ვფიქრობთ ძალიან სწორად ძალიან სწორი ხაზი გვაქვს აღებული და ჩვენ არ გვინდა არც აგრესია არც ინტრიგები და არც ეგეთი ბანძი სიუჟეტები მე რა ცოდე ვარ ყველამ გავრიყა და აი ესენი არ გვინდა აი არა საშინელება რაღაც ხადავ დღეს ძალიან არა რაღაცა დადგმული ესე მაშინ ყველას მოგცემდნენ სცენარს შენ ახლა აქ უნდა იტირო შენ მე ის უნდა გააკეთო შენ ახლა ამაზე ეს უნდა თქვა ეს აღარ იქნებოდა ხო რეალიტი შოუ ეს არის რეალიტი შოუ უნდა ვიყოთ ისინი ვინც ვართ და აი ესეთი ბანძი და საზისხარი რაღაცები არ უნდა გავაკეთოთ ეს შეიძლება თქვა რა თქმა უნდა გადმოდივარ როგორც ხედავ აქ ყველანი მომზადებულები ხართ უკვე ტექსტები სერიოზულად გიორგი შენ უნდა კითხო პირველ რიგში აუცილებლად მაინტერესებს მე ვიტყვი ერთ რაღაცას კითხავ ჯერ შეკითხო მაინტერესებს როგორც ხედავ ყველა მონაწილეს თითქმის ყველა მონაწილეს უნდა შენი გაგდება პროექტიდან რატომ მე ვთვლი ჩემი პოზიცია არის ის რომ რასაც ვერ აღიარებენ ეს ადამიანები მე ვარ ძლიერი მოთამაშე ხო ნიჭიერი მსახიობი ხარ გიორგი ამას ყველა აღიარებს და წაში დავიწეროთ გიორგის მსახიობი და არ ვიცი რომელი კამერა მიყურებს რომელიმე თეატრის დირექტორი თუ უყურებთ ამ გადაცემას მშვენიერი მსახიობია სამსახურში და შეიძლება დაგვანებოთ თავი შეიძლება გავაგზავნო. რა თქმა უნდა, გისმენთ. მე მგონია რომ ვარ ძლიერი მოთამაშე, ეს ვერ მოინელეს მონაწილეებმა, იმიტომ რომ პირველი ეთერი რომელიც გავიდა, მთელი გადაცემა იყო ნაწილი მე და კესოს ურთიერთობაზე, ნაწილი მე და სხვა მონაწილეებთან ურთიერთობაზე და მგონია რომ ეს პრობლემა შეექმნათ. კონფლიქტი, გართობა, მე და ანას ურთიერთობა. მე მგონია რომ ეს პრობლემა იყო, უბრალოდ ამას არ აღიარებენ, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ და ეს ყველაფერი შეფუთეს ისე როგორც მათ სურთ. ეხლა დავამატებ ერთს კესოსთან მიმართებაში. კესოსთან მე რო შეცდომა დავუშვი, მე არაერთხელ მთელი კვირის განმავლობაში კამერებს მიღმა თუ კამერის წინ, მე მასთან ამაზე გავიარე, ვისაუბრე, აუხსენი, მოვინანიე, ბოდიში მოვიხადე. იმიტომ კი არა რომ რაღაც, ანუ მე ამ ადამიანთან ვიყავი ერთ-ერთზე. და მეორე, როდესაც მონაწილეები ტაშს უკრავენ და მამაკაცები აქტიურად ანგრევენ დარბაზს, როდესაც პირდაპირ ეთერში მე გავაჟღერე ეს, სად იყვნენ მაშინ?
მაშინ რატომ არ გააპროტესტეს, როდესაც ეს ჩემი პირიდან ითქვა. მერე ერთი წამი თავი ამტკი მარცხენა მხარე ამტკიდა. ერთი წამი დამშვიდი და დამატება მინდა რისი. ჩვენ როდესაც სახლში მივედით და ეს ვაჟბატონი რომელიც მე გადავარჩინდა ჩემი დამსახურებით აქ ზის დღეს ეს იურის არაფერი არ გაუკეთებს ერთი წამი მოდი რა ეს და სხვა მონაწილეები 3 დღის განმავლობაში ჩემთან ერთად იცინოდნენ ხალისობდნენ სხვადასხვა თემებზე გადაობდნენ მაშინ ეს საერთოდ არ იყო პრობლემა აბა რა არის მიზეზი რატომაც ყველა შენ წინააღმდეგ არის იმიტომ რამენაირად უნდა გამაგდონ ამ კოალიციას ქმნიან კრავენს როგორ სხვადასხვა გზებით სხვადასხვანაირ და ეხლა აიღეს მე მგონი თემა ქალთან მიმართებაში ბულინგი რაღაცა მგონია ესე არიან ანაზე არ მაქვს საუბარი დიდი მადლობა აუთსაიდერების კამზე ასევე ხედავთ უმშვენიერეს კესო ბერუაშვილს და მოდი ვნახოთ როგორ აღმოჩნდა კესო აუთსაიდერების კამზე კესო იწევს მე მინდა ორი ვიყო ჩამონდოდა და პატრიკეს კითხოთო რა ესე უმთქო მე მინდა მაზანეს ნაცვლად დაუდგეოცე ვისაც უნდა ვის ნაცვლად მე გეუბნებით რომ let's go მე ვარ პასუხისმგებლობას ვერაბიზებ რომ ის რო გაგვარდეს მე რა ვქნა თვითონ უნდა ჩემ თავს თავად ნახე უყურებ მე არაფერში ეხა ზუსტად იქ მითხრა თეო მე არაფერში არა ვარ მე რანაირად ავიღო ვიმაზე პასუხისმგებლობა მე გავალ თქო მე ხო და იქ შენ და ბლაშა შეთანხმდი მე არ მაინტერესებს ამას ვისთან ბრძოლა უნდა მე მინდა რომ მე მაინტერესებს არა მე არ ვიცი გაი თქვენი გადასაწყვეტი მე ვირჩევ მანზარას მე კრისკები არ მინდა და ეს ეხლა რო დატოვოს პროექტი იმასთან მომიწიოს კიდე ერთ კვირა არანაირი შემთხვევა ჟიურის მინდა უკითხა შეფასება აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით ის რომ დღეს კესოზის აუთსაიდერების ადგილას იუცაკის მინდა იცი რა არის კესოს მინდა მივმართო და ვუთხრა რომ მგონია რომ ძალიან დაუფიქრებელი საქციელი იყო მე შენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი და მგონია შენი თავი ძალიან დიდი საფრთხის წინ დააყენა იმიტომ რომ იცი რა არის სულ გასულია 2 კვირა ხო პრინციპში მაყურებელი ჯერ კიდევ კარგად ბოლომდე არ გიცნობს და შეიძლება ისეთი აუდიტორიაც არ ყავს რომელიც აი დარწმუნებული იქნება რომ ნამდვილად ხმას მოგცეს და ხარს დაგიჭერს ამიტომ ძალიან ბევრი გარესკე და მგონია რომ ეს რისკი არ ღირდა და იმედია რომ დაგწევი პროექტი და გოგოებმა საერთოდ თავის თავზე უფრო მეტი უნდა იზრუნონ პიტო შენ კომენტარით უნდა მოვისმენო აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კესოს გადაწყვეტილება, რაღაცა პირადი ის ურთიერთობა ქონდა გიორგისთან და უნდოდა რომ რაღაცის დამტკიცება უნდოდა, რა თქმა უნდა, დავეთანხმებ ნინუცას, რომ ეს რისკი იყო და ყოველი მსგავსი ნაბიჯი რისკია, ყველამ გარისკეთ, ეხა ეს რაც ხდება დღეს, მაგრამ რაღაც პოსტში თუ არ გარისკე, გამარჯვებას არ არის და ამას უკვე ვნახავთ, ვინ გარისკა და ვინ დაბარცხდა, დამთავრდება უკვე შოუს ბოლოს გავიგებთ მაგას რა რეალურად. თიკა ბევრად რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე ტელევიზორიდან იგრძნობოდა. აი, აურით დონეზე ენერგეტიკულად უფრო სერიოზული უთანხმოებები აქვს, რაც მაინც მეგონა ერთგვარად თამაში იყო, მაგრამ ესე არ ყოფილა ბოლომდე, ამას ვიტყვი პირველ რიგში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სკამზე თითოეული ჯდომა არის რისკი უდაოდ, ვინც არ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ ნიშნავს, რომ ერთგვარად უკვე ერთი ნაბიჯი დგას სახლის დატოვებასთან მიმართებაში აქ ჯდომა და რა ვიცი, მეგონა კაცების ბრძოლა უნდა ყოფილიყო და უცებ კესოს აქ აღმოჩენა მართლა გამიყვიზა. რაღაცა ესე დაიწყო ხო ეს ისტორია, რომ მოდი კაცები დავსწრებით. არის ერთგვარად რისკი, მაგრამ არ ვიცი ხა ესო რომ უნდა ყოფილიყო აუთსაიდერი, საკმაოდ წინააღმდეგი ვიყავი, არა და უბრალოდ რახან გუნდური გადაწყვეტილება იყო, თუმცა ფაქტია რომ დღეს კესოზის აუთსაიდერების კამზე. ვაშე შენ უნდა გკითხო, შენი აზრით პატრიკი და კესო შენზე უფრო ძლიერი მოთამაშეები არიან და ამიტომ მიეცი საშუალება მათ რომ შენ მაგით კესო დაჟინებულად ითხოვდა პირადი მიზნების გამო აუთსაიდერობაში დადგომას და ყველა დაეთანხმა და უბრალოდ რახან გუნდური გადაწყვეტილება იყო, დავეთანხმე გუნდურ გადაწყვეტილებას. უბრალოდ ეგ იყო, თორე მე კადრებში ჩანს როგორ ნერვიულობდი, როდესაც კესომი ესე გადაწყვიტა აი აქ ჯდომა და რა მაინტერესებს იდეაში შეთქმულების მთავარი არსი იყო ის, რომ ორი ძლიერი კონკურენტი დაგეყენებინათ გიორგისთან, რომ გარანტირებულად გიორგი გაგეკდოთ. დღეს ხედავთ, რომ კესო დგას აუთსაიდერის ადგილას. თავიდან უნდა ყოფილიყავი მე, ლაშა და გიორგი. და მოვიდა პატრიკმა მითხრა რომ შენ არო და მე ვიქნები, მაგაზეც кайხანი ვლაპარაკობდით
კესოზე ხო ვაფშე, ანუ ძალიან დიდი ხანი ვაჩერებდით, ანუ ყველა ღია. მაგრამ მაინც მიეცით საშუალება, მაგრამ რომ მიეცით კესო საშუალება, დამყარება. იმიტომ რომ ნახე მაინც ძალა ჩვენში არ არის, ხო? კესოს კესოს აქვს თავისი მიზეზი. ჯერ ერთი კალია თუ კაცი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. კალი ისევე ძლიერი არის, როგორც კაცი ჩემთვის და კესომ თქვა, რომ აი ნახეთ მე რო შემდეგ კვირას და გიორგი თუ დარჩება აქ მე შემდეგ კვირას ვინდომებ აუთსაიდერობას ვინ უნდა გამოჩეროს ვის რა უნდა დაუბრალო რომ გიორგი დარჩეს და მე წავიდე რავი თქვენ ხალხი თუ უჩევთ გიორგის მაშინ აქ ჩემი ადგილი არ არის ესო შენ უნდა გითხო ჩემთვის პირადად სრული მოულოდნელობა იყო შენი აუთსაიდერებში დგომა რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება იცი რა არის მე ალბათ მე ნახავ ჩემ ინტერვიუსაც მე იდეაში მართალი გითხრათ სულ სხვა მიზნები მაქვს და ჩემი მიზანი როგორც ასეთი არ არის გიორგის გაგდება მე მაბულინგებდნენ შენი მიზანი იყო მთელი ერთი კვირის განმავლობაში მე მაბულინგებდნენ უნდა ილაპარაკო ჯგუფურად შენი მიზანი გიორგიმ სამჯერ გადამეხადა ბოდიში თუმცა ბოდიში არ მოუხდია პატრიკს ჩემი გაგდება ამბეთმა ჯანსაღი გლიცინი არის პატრიკმა დაამყარა ერთგვარი რაღაცა კომუნისტური პარტია თუნდაც სიტყვა სექსი ამ მოხებიდან ანუ არ გვაქვს უფლება სექსი სიტყვა ვთქვათ იმიტომ რომ პატრიკი კივის თუ ვინმემ გაბედა და თქვა ცუდი სიტყვა ავთომზადა ფიზიკურად გაუსწორდეს ნუ ლიზაზე აღარაფერს ვამბობ სხვა ლეველია არ ვიცით ხალხო სამართლა გონიათ რომ სახლში საცხოვრებლად შეგვიყვანეს შეაწმინდა ამ ადამიანს და მე ამას აბულინგებდით მთელი ერთი კვირა. მაგ გავიხარდა კესოს განცხადება, იმიტომ რომ დღეს კესოს დავემშვიდობებით ყველა ერთად. აი, ხო ხედავ, რას ვამბობ, ხო ხედავ. ერთი შეკითხვა გამიჩნდა ეხლა, ავთო. ანუ კესოს დატოვება გირჩევნია? თუ გიორგის ვეღარ გავიგე, იმიტომ რომ მთელი კვირის მანძილზე გასაგებია. კითხვას ვაქვს. ჩვენ გვინდა შოუ და მთელი კვირის მანძილზე ყველანი იყავით მომართულები გიორგის გასაგდებად. სიჩუმე, ერთი წამით. კითხვას ვაქვს. კესო, სიჩუმე. როგორ უნდა დავიძინო მაგის გვერდით მეუბნებოდი შენ არ იყავი მეგობრებო ყველას მოგეცემათ საუბრის საშუალება დამშვიდდით დაწყნარდით ყველას მოგეცემათ გამოთქმის საშუალება თეონა გიორგი შენ თუ გისმენ ახალი ხარ შენ მანძი ხარ და შენი რეპლიკები გარმინდა ეხა პირდაპირ რაღაც ისეთი გითხრა რომ პასუხი ვერ გამცეთ და რეპლიკები შენ თვითონ შეინახე შენთვის ჯიგარო ანუ ძალიან გხავ თეონა ციტაკიშვილს აქვს სათქმელი ბიჭებო ძალიან გხავ თავი შეიკავეთ მეგობრებო პირდაპირ ეთერია მაყურებელს ცოტა პატივი რა თქმა უნდა პირველ რიგში და საკუთარ თავებს იმიტომ რომ უხერხულია მართლა მთელი ქვეყანა გიყურება თეონა ციტაკიშვილთან მაქვს შეკითხვა გისმენ თეონა მოკლედ კესო შენ თვითონ იყავი რომ მე ვლაპარაკობდით განვიხილავდით მაგ თემას როგორ უნდა დავრჩეო ამ ადამიანთან ოთახში რო დარჩესო როგორ შემიძლია რომ გავაგრძელო ძილიო ის რომ და ეხა თურმე შეიცვალა ყველაფერი როდის შეიცვალა რომელ წამს გადაწყვიტე შენ ანუ თურმე ჩვენ დაჟინებით ჩვენი თხოვნა იყო რომ შენ მდგარიყავი მან და მჯდარიყავი შენ თვითონ გინდოდა და თურმე ხო ჩვენ ზალი მიზეს რატოა რეალურად აქ
რა მიზეზს ხედა? ანუ ყველა ამას წინააღმდეგ უზრდელია, ყველა ცუდი. კარგი, ეხლა თეთევან ჩერქეზიას მინდა მოусმინო. რიგრიგობით მეგობრებო, ყველას გათქმევინებ. კესო, შენთან მაქვს ერთი ისეთი შეკითხვა. ცხელად. ანუ ერთი წამი. მე მგონი ყველაზე გოიმური საქციელები ეხლა ამათი იწყება. კესოს არ ცხელა, კესომ უბრალოდ თავისი სიმართლე თქვა ეხლა. რომელშიც არ ელოდით ასე. გიორგი, ძალიან ხო. გიორგი, ხავ ვაცამ და კესომ თვითონ გასცეს პასუხი. გიორგი, ვიღაც ფეიქ ინსტაგრამიდან, რაღაც ფეიქ ინსტაგრამებიდან, ესეთი ტექსტები შემომივიდა ინსტაგრამზე, აი რომ ყველამ და გაიგოთ, რომ იცი რა არის, მე შენზე რაღაცეები ვიცი და გიორგიმ გადმოგცა თუ ესე აი რაღაც ესეთი მეცდებით რა სერიოზული ბრალდებაა გიორგი. მე თქვენ მოგცემ ჩემ ტელეფონს, ეხლავე აიღეთ აქ ერთ-ერთ პროდიუსერს, გახსენით ნებისმიერი და ნახეთ სად რა წერია. მე არ ვიცოდი ხო თქვა? გახსენით 21 საუკუნეა. ეს მოდით, ეხლა თემა ვწდებით აბსოლუტურად. კესოს დაუბრუნდეთ, გთხოვთ. კესო. რატომ შეიცვალე ესე რადიკალურად ჩემი დამოკიდებულება სხვა მონაწილეების მიმართ? მეგობრებო, ხო სიჩუმე ყველას მოგეცემათ საშუალებას. სიჩუმე. ანუ ეხლა კესო აღარ არის დასაწყისი. გუსმენთ კესოს ყველანი. პირველ რიგში მე ვაკვირდებოდი ამ დროის განმავლობაში ამ ადამიანებს. ერთი წინაკვირას თუ გახსოვთ ძალიან ესე თქვა პოპულარული გავხდი მე, სატელევიზიო ეთერი მეთმობოდა მე და ვიღაცები ცოტა ამაზე ეჭვიანობდნენ, ახსენებდნენ კესო და გიორგი, გიორგი და კესო, როცა მე აქ ვარ. რას ქვია? ამის გამო ამ კვირას ამის გამო მოკლედ ეს კვირა, ანუ არ გამოვჩდი, მინდოდა რომ ამათ თავიანთი პრეზენტაცია მოეხდინათ. თუმცა რა მოხდა? ძილის და ჭამის გარდა არაფერი არ უკეთებიათ. ამათ მართლა გონიათ, რომ თქვენ სახლებში გონიათ მართლა გიორგი თუ არ იქნება შოუში მე რა ვაკეთებ? კარგი, მე სიტყვები, პატრიკ, ძალიან ხო, პირდაპირ ეთერში ვარ. პატრიკ, გავიგე, გასაგებია. ლაშა მაზანაშვილს მოусმინოთ, ლაშა გისმენთ. კესო რომ ოთახში ტირო და გიორგი შეურაცხყოფების სიჩუმე, გამო ლაშა მაზანაშვილს უსმენთ, სიჩუმე. ტირო და ოთახში გიორგი შეურაცხყოფების გამო ყველა მათგანი თავისებურად ამშვიდებდა, აწყნარებდა და იმის მიზანიც ეს იყო, რომ ეს ადამიანი გაიყო. დღეს რაც მოხდა და რასაც ამბობს, შოკია რა, აი წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო, ზუსტად ეგეთი ამბავია რა. კესო სპეციალურად შევიდა, იმიტომ რომ ეს არ გავარდეს ახლა. ეს შეკრულებები არიან მაშკარად. გასაგებია, ტატო, შენი აზრი მაინტერესებს. ზუსტად მაგას ტატო, გისმენთ. ტატო. ეს გავარდება ან კესო, ან შენ, ვინმე თუინები აქვს. გიორგი, გავარდება ეს. თავი შეიკავეთ. ნახე, ერთი წამი გიორგი გაჩუმდი, შეიძლება რომ გაჩუმდე? გიორგი, ასა საშინელება ყავ ესენი. ტატო, გისმენთ. დღეს გავარდება ან კესო, ან გიორგი, მაგ სიტყვების გამო შენ გეკუთვნის დღეს ეს კამი დატოვო და სახში წახვიდე. ამიტომ შემდეგზე სხვა იქნება შენი მეგობარი, რომელმაც ცირკაშობა აქვს, ცირკები დამგვიდგე. მე ვლაპარაკობ. ხალხო, რა უნდა ვაჩვენოთ იმ მაყურებელს? შენს და ჩვენ. რა უნდა ვაჩვენო? რა უნდა ისწავლოს მაყურებელმა, რომელიც უყურებს ამ საქციელს, ეს რა ადამიანობა შეიძლება? ხო და რეალიტი შოუ საშინელი მაგნიტი სპექტაკლი არის. აქტიური ადამიანები, რთული ამის გა რეალიტი შოუ? ანუ ვაფშე რაზეა საუბარი? რა სჭამდი მთელი კვირა ბაბო? მეგობრებო, რა სჭამდი მთელი კვირა? ახლა მინდა რომ ვნახოთ ერთი ვიდეო და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. მე გაიწე ბოძივით რო დგახარ. უზრდელი რო ხარ, გარეთ ყველამ დაინახა უკვე. შენ ჩუმად უნდა. რას ნიშნავს სხვა არ უნდა მოვიღო? ცოტა ნორმალურად ილაპარაკე. ბოლო ფრაზე გაიმეორე რა თქვა, ჩვენ ყველა და რა თქვა. ხო, აი ესე თქო. ერთი არის პრინცესა და ჩვენ ვართ ყველა ბოროტი დრაკონები თქო. შენ
ჩვენ თვითონ იძახი ეხლა კიდია 12 ადამიანი და გამოდიხარ და მე რა იძახი რომ და თქვი პირდაპირ აი ეს რასის შენ რაღაც ეს ადგომებით და გასულებით არა ამ სპექტაკლში მე მონაწილეობას ვერ მივიღე მე კამერებთან გაიჩნდება და მეგობრებო სიბოროტე უნდა წავიდეს აქედან სიბოროტე აი ის უნდა წავიდეს ზუსტად მე ვთქვი რომ ცუდი კერძია მეთქი არ მაინტერესებს შემეშვი რა რატო იტყუები შემეშვი არ მაინტერესებს ხაპონჩი იტყუები შემეშვი მეთქი სპექტაკლი დასრულებულია. ანუ მე ვთქვი ცუდი კერძია. თქვენი სპექტაკლი დასრულებულია. მე ვთქვი ცუდი. თქვენი სპექტაკლი დასრულებულია. ვაიმენა რა. სანამ დავიწყებთ, მინდა ყველას მოგიწოდოთ კორექტულობისგან, რადგანაც პირდაპირ ეთერში ვართ, გვიყურებენ მაყურებლები და ეცით პატივი მაყურებლებს და თქვენ თავს რა თქმა უნდა ჟიურისთვის ვსმენ ამ შემთხვევაში ნინუცა მინდა რომ შეაფასო ეს ვიდეო მოდი სანამ ვიდეო შევაფასებ კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან დიდი თხოვნა გავიმეორებ რაც მარიამმა თქვა არაფრით არ შეიძლება ამ ლექსიკი არა მარტო აქ ლაპარაკი არამედ იქ იმიტომ რომ ადამიანები გისმენენ და არ გინდათ ეს ყველაფერი ძალიან უშნოსაყურებელია სხვა სიტყვებით გვაქვს შესატყვისი რომ ჩვენი ემოციები გამოვხატოთ მეორე მე ცალსახად ახლა ვამბობდი და სულ ვცდილობ რომ აგიხსნათ რომ მესმის თქვენი ემოციები ხო ახლა მე თქვენს ადგილას რო ვიყო 14 უცნობ ადამიანთან რომ მომიწიოს ცხოვრება, ალბათ დავჭამდით ერთმანეთს და ძალიან დიდი გაღიზიანებას გვექნებოდა. თიკა დაგვეთანხმება, ჩვენ გვაქვს ისეთი პროფესია, პირდაპირ ეთერში მუშაობ და ძალიან ხშირად უცხო ადამიანებთან ერთად გვიწევს, ძალიან სტრესულ გარემოში მუშაობა, მაგრამ ერთმანეთს არ ვჭამთ. გვაღიზიანებს ერთმანეთი, ვღიზიანდებით გვწყენს, მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ იმას, რომ ჩვენი ემოციების კომუნიკაცია მოახდინოს ისე, რომ ჩვენი საქმე არ ფუჭდეს. ამ შემთხვევაში, რასაც თქვენ ყველა ერთობლივად აკეთებთ, საქმეს აფუჭებთ. ესე შეიძლება ამაზე დალაპარაკება. არავის არ უნდა ამისი ყურება ამ სიუშნეულს, რაც ხდება ახლა. ვიტო, ხო შენ შეაფასე ვითარება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილებას ვინ დატოვებს შოუს თქვენ არიღებთ და არც არავინ არიღებს და გიორგის მინდა შევახსენო, რომ ჩემი გადაწყვეტილებით დარჩა ტატო, აღნიშნა და შენი გადაწყვეტილებით არ დარჩენილა ტატო, ტატო ჩვენ დავტოვეთ, ჩვენი გადაწყვეტილებით და შენი გადაწყვეტილებით არ დარჩენილა. ეს რაც შეეხება სიტუაციას ძალიან დაძაბულია, ნამდვილად არ ველოდი ეგეთ დაძაბულ სიტუაციას და არ ვიცი, ყველა წინაკვირას შედარებით. მეტი ერთიანობა იყო წინაკვირას. ხო, ანუ აშკარად არის, რომ რაღაცა მიმდინარეობს ინტრიგნები, ერთმანეთს რაღაცები უთანხმდებიან, ვერ უთანხმდებიან და საბოლოოდ გამოვიდა ეგეთი დასკვნა და ხო, საკმაოდ მწვანე და არ ვიცი. ხო, ძალიან საინტერესო მოტრიალებები ხდება ყოველ 5 წუთში, რაღაცნაირად გაოცებული ვარ. ფაქტია, რომ კოალიციები არ ამართლებს. ხო, ხედავთ, თქვენ ხართ გაოგნებულები და ესეთი განცვიფრებულები, იმით რომ სხვა ერთს ელოდით და უცებ მეორე შედეგი დაგხვდათ. ეს არის ერთგვარად ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მაინც თამაშია, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ რეალიტი შოუ აქვს, მაინც თამაშობს ადამიანი თითოეულად ინდივიდი, იმის რომ გაიმარჯვოს და იყენებს ყველა ბერკენს, მაგრამ ერთი რამე მინდა გირჩიოთ და გითხრათ, რომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძალიან ჭკვიანი მაყურებელი გყავთ. ძალიან კარგად იგრძნობა ყველა თქვენი საქციელი, ანუ ადამიანი არის თავის საქციელი, ხო, სინამდვილეში და ძალიან კარგად ხედავს ამას მაყურებელი და ძალიან კარგად გრძნობს, ვინ რასაც აკეთებს და აკეთებთ, ხო, იმის უკან რას ფიქრობთ, მართლალი ხარ თუ არა რო აკეთებთ ამა თუ იმ საქციელს, ძალიან კარგად გრძნობს, ასე რომ საკუთარი თავით ესე ვთქვათ, პრეზენტაციაზე უფრო მეტად იფიქრეთ. მე ასე მგონია, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მაინც მაყურებელი წყვეტს, ვინ რჩება და მერე ვინ მიდის. ასე რომ მაინც იფიქრეთ იმაზე, მაყურებელი როგორ დაგინახავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი. არ დაგავიწყდეთ. გიორგი, ყველა ამ კონფლიქტს ერთი რამ აერთიანებს, ეს ხარ შენ და ყოველთვის ხარ ეპიცენტრში. მაინტერესებს, თვლი თუ არა, რომ ყველა კონფლიქტის შემთხვევაში შენ ხარ მართალი და შემთხვევით ვინმესთან ბოდიში ხო არ გაქვს მოსახდელი. აი მე წინა კვირას, როდესაც კონფლიქტებზე იყო თემა, მე შევპირდი მაყურებელს, შევპირდი ჟიურის წევრებს, რომ ჩემგან კონფლიქტი ინიცირებული არ იქნებოდა და კესოსთან მიმართებაში არანაირი შეურაცხყოფა და მსგავსი რამ არ მოხდებოდა. მე მგონი მთელი კვირის განმავლობაში მე ჩემთვის ვიყავი
იქნებოდა კოალიციები ჩემ წინამდე, იქნებოდა ინტრიგები და ასე ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, რომელსაც ვთქვი თავი ამერიდებინა და ან აუზდებიყავი, ან სადღაც მარტო ვიჯექი. ერთი რაღაცის თქმა მინდა, ჩემი პოზიცია ეს და მინდა რომ არავინ არ გამაწყვეტა. მე მაინც მგონია, რომ ეს ბავშვები არიან ატარები ჯერ იმისათვის, რომ რაღაცა ცხოვრების რაღაცა გზები გაევლო და გამოცდილება მიიღოთ ადამიანებთან ურთიერთობებში. მე მგონია, რომ გაიზრდებიან და რომ გადახედავენ აი ამ ძველ წლებს და როგორ მომექცნენ პირადად მე ვიხვდებიან რა შეცდომა დაუშვეს. იმიტომ რომ თუ ერთი ცუდია და 12 თუ 11 ადამიანი არის კარგი, მიდი ყველა ერთად და დაელაპარაკე. იქნება გამოასწორე. ლაშა, შენ უნდა კითხო ახლა, მაინტერესებს შენი აზრით, რატომ სდევს მუდმივად გიორგის კონფლიქტები? იმიტომ რომ კონფლიქტის ლაშას ვეკითხები, მეგობრებო, ლაშას ვეკითხები. მაგალითად ვართ ართი კაცი ვზივართ, მოდი რაღაც ისეც ვიტყვი რაც არ ჩანს, მაგრამ ყველა მიცის აქ. გაიარა ადამიანმა 10 კაცი ვჭამ თუ რაღაცას ვაკეთებთ, უბრალოდ შუათითი გამოყო და გაიარა. მოდი. მოდი ახლა პანუს გოგოები ბიჭები ყვე. შეიძლება ვთქვა? რა თქმა უნდა. მე ვიტყვი. არანაირი ბრნელი წერტილი არ იყო. ყველა ერთად ისხდა ოთახში, ყველა კიოდა ცუდი SMS-ები რომ მოვიდა ჩემ ბულინგზე, ზუსტად ჩემ ბულინგზე, იმიტომ რომ ხალხი ებძვის ბულინგს და მთელი კვირის განმავლობაში მაბულინგებენ მე. ამ ბულინგის დროს შევდივარ სახლში, კადრიც არის როიალი, როდესაც საუბრობდა, უკვე ოთახშიც აღარ ერიდებიან, რომ ჩემზე ისაუბრონ, უნდა გაგდება ეს ბორო ეს. მეგობრებო, რეალურად მაინტერესებს სხვა რაღაც მე, გიორგი. მე მაინტერესებს. გამოდის შენ შემთხვევაში, რომ ყველა დანარჩენი მონაწილე არის არასწორი და ცდება და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც პროექტში მართალია. მე არ ვიძახი არასწორი ვინ არის და ვინ არის მართალი. რა შემთხვევაში თვლი, რომ შენ ცდები? აი, ამდენი კონფლიქტიდან რომელიმე შემთხვევა არის, რომელშიც შენ თავს ადანაშაულებ და არასწორს. რაშიც ვწდები და რაშიც შევწდი. რომ ცოდნოდა რომ მსგავსი კატეგორიის ყველაზე არ ვიცი ადამიანები აქ იქნებოდნენ, მე ამ პროექტში არ შემოვიდოდი. ნამდვილად არ შემოვიდოდი, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ ასაკში, რომ მსგავსი უღირსი საქციელები ყოველდღურად აბიტანო ადამიანებისგან. როგორც ეს ადამიანები იქცევიან. ამას ხედავს მაყურებელი. მე შეიძლება მოვატყო ჩემი საუბრის, მაგრამ 24 საათიან ლაივში მაყურებელს ვერ მოვატყუებ. და მაყურებელი ძალიან კარგად ხედავს აი ამ ყველაფერს. მე ბორჩი. მადლობა ძალიან დიდი. ქეთევან, შენთან მაინტერესებს, შენ ყოველთვის ცდილობ რომ იყო თავშეკავებული, ცდილობდი გამოგეჩინა გარკვეული დიპლომატია გიორგისთან ურთიერთობაში, მაგრამ საბოლოოდ შენც კი ვერ შეიკავე თავი. რატომ? ვთვლი რომ გიორგი არის ძალიან სერიოზულად გაბოროტებული ადამიანი, რატო ვერ ხვდები ოღონდ მართლა და ასევე მინდა მოუწოდო ხალხს, რომ ეს ორი ადამიანი დღეს ორი ადამიანია ერთში. ხო და ორივემ რომ გავიკეთეთ მე გავუკეთეთ ამას და ერთი წამი კესა ერთი წამი ჩემო ავთო ერთი წამი დავამთავრებ ერთი წამი დავამთავრებ მეგობრებო დამშვიდდით ერთი წუთით შეიკავეთ ნერვები მოთაკეთ მესმის რომ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, შეიკავეთ თავი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყველას მოგისმენთ. გიორგი, შენ მოგეცადრო, ეხლა მინდა მოვუსმინო ქეთის. აუცილებლად დაგიბრუნდებით. კითხვა მაქვს შენთან. ეს მთელი შეურაცხყოფა, რაც შენს მიმართ წამოვიდა. გიორგი, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ, გიორგი. ერთი წამ, შენ ხარ ნიჭიერი მსახიობი, მე ვაფშე არ მაქვს პრეტენზია მსახიობობასთან, მეგობარი. შენთან მაინტერესებს ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ ამდენი შეურაცხყოფის მერე, რომ გიორგის ესე უბრალოდ იცავ თუ რასაც აკეთებ. შენს მიმართ ერთი წამი დამამთავრებინე. შენს მიმართ მე რას იკეთეც კი როდესმე გამომიჩენია, ვაღიარებ ყველაფერს ვნანობ. ვაფშე ყველაფერს. შემდეგი შეკითხვა მაქვს თეონაზის აკიშვილთან, რომელთანაც ასევე გიორგის კვირის მანძილზე ჰქონდა რამდენიმე ინციდენტი. ეს საქციელი რაც ეკეთე. თეონა გისმენთ. ქეთი ძალიან გთხოვ. თეონა გისმენთ. უცებ შეიცავენ. აღარ იცავენ.
მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი აზრი. თეონა გისმენთ? მეგობრებო, ვუსმენთ თეონას მე გიორგის საწინააღმდეგო არაფერი არ მქონია და ესო შენ გამოწავედი გიორგის პირისპირ, იმიტომ რომ ვიგრძენი რომ შენი ღირსება შეილახა რაღაც პონჩი, გაიგე და ქალის ღირსება რომ შეინახა, მე შენ გამო წავედი გიორგის პირისპირ და შენი პასუხი იმის რომ მე გვერდში დაგიდექი, შენ გვერდში არ დამდგორი. შენ იმაზე თემაზე საუბრობ. როგორც გიორგი. სხვა თემაზე საუბრობ ამ შემთხვევაში. პირადი მიზნები გავხსენ. მეგობრებო, ყველას მოგეცემათ აზრის გამოთქმის საშუალება, ამიტომ ძალიან ვთხოვთ თავი შეიკავეთ და თეონას მოусმინოთ ამ შემთხვევაში. თეონა, გისმენთ? მე მგონი, კარგად ჩანს, რომ მეც შევდიოდი, მე არ ვიდექი კარებთან. ამან თქვა, რომ იდგაო და ანუ რაღაცა ბოძივით იდგაო თუ რაღაც. რეალურად მეც შევდიოდი და მარტო ის მომენტი, რომ როცა გოგონა შედის და მე მგონი ნორმალური მომენტია, რომ კაცმა უნდა გაატაროს და გასაგებია, მაგრამ დამასადე რა. არში გასვლის გამო ამ ხელ კონფლიქტის შექმნა არა, კიდე ანუ მე თუ დამაცით მართლა ბოლომდე ვიტყვი. იმედია დაგაცდიან. ხო, ანუ არც კი ამიარა გვერდი რეალურად და რა გზაც ჰქონდა არჩეული, რა გეზიც ჰქონდა, ხარი გამკრა და მეთქი როს გადამიერეთქო და მე მოყვა მაგას ყველაფერი. მაგას რო თავი დავანებოთ კიდევ, მანამდე ვერ მივხვდი რა დავაშავე ის ბურთებს რო თავაშობდით. რატომ ელაპარაკები ესე? რა მე თვითონ რანუ პირად შეურწყმაზე მე ამბობს რომ თვითონ მაძლევენო მიზესო რომ მე გავბოროტდეო და ანუ რეალურად რამე დაგიშავე მე რომ შენ უნდა გაჩუმდე ბოძივით გახარ დებილივით ლაპარაკობ დებილივით სავთქვი ეგ ამოჭრილი იყო ჩემო სიყვარულო ამოჭრილი იყო და ლაივში არის და გოგონამ გამომიგზავნა მე მიდევს TikTok-ზე ეგ ვიდეო გაიგე დებილი ხარ რა დებილივით მიყურებო ბიჭო გაიგე რა TikTok-ზე მიდევს ბიჭო ვიდეო კარგი დამშვიდეთ მესმის აბსოლუტურად თეონა დარწმუნებული ვარ შენ TikTok-ს ნახავენ ახლა მინდა რომ მივმართო ჟიურის თეონა შეიკავე თავი ჟიურის მინდა უკითხო თქვენი აზრით რატომ ვერ გამონახეს საერთო ენა ნინუცა იმიტომ რომ სურვილი არ აქვს ძალიან გთხოვ აი ზუსტად ეს იწვევს პრობლემას ერთი წამით ვლაპარაკობ ხო ვლაპარაკობ იქნება მაცადო დამასრულებინეთ საუბარი ეს ერთი ერთმანეთს ჯერ აცადეთ ლაპარაკი მეორეს ერთ სახლში ცხოვრობთ გასაგებია რომ ძალიან ბევრი სიტუაცია იქნება რაც გამაღიზიანებს ზოგი რაღაც თქვენ ყავას დალევს იქ არ ვიცი ვიღაცა შემთხვევით უბრალოდ გაღიზიანებთ ხო არის ეგრე შეიძლება არაფერს არ აშავებდეს ადამიანი უბრალოდ გაღიზიანებს არ არის შენი ტიპი კი მაგრამ ერთ სივრცეში ცხოვრობთ ხო ცოტათი რაღაცა დაუთმეთ ადამიანობა გამოიჩინეთ გაიგეთ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე ესე ცალსახად მართალი და სწორი ადამიანი არ არსებობს ყველა ადამიანს აქვს თავისი მხარე და სიმართლე მე გიორგის არ ვამართლებ მე გიორგის შემიძლია ვთქვა რომ არ მომწონს მაგრამ რასაც ეს სამივე ადამიანი ლაპარაკობს აქ ყველგან არის სიმართლე და ყველაზე დიდი და უშნო სიმართლე ჩემთვის არის თქვენ იმ სახლში სადაც ცხოვრობ ცოტა თუ არ დაუთმეთ ერთმანეთს ეს ყველაფერი მეორე კვირაა ანუ მერვე კვირას ასაპირებთ დანით უნდა გაეკიდოთ ერთმანეთს აი რა უნდა გააკეთოთ არაფრის გამო ეგ უნდა დავუთმო არ უნდა დავუთმო დათმობაზე არ არის ლაპარაკი დააჭდეთ და დაილაპარაკოთ ქეთი ჩერქეზიას მინდა დავილაპარაკოთ კითხვა დავუსვა ყველა ადამიანს ვინც Prime House უყურებს ერთი ვიდეო მანახეთ და მომასმენინეთ, სადაც რომელიმე მონაწილე გიორგის შეურაცხყოფას აყენებს და მე გავჩუნდები. მას აღარ ამოვიღებ, მაგრამ ძალიან ბევრ ვიდეოს ნახავთ, სადაც გიორგი ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას. კარგი, იცით არის? მეგობრებო, ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენოთ ყველამ. იყო შემთხვევა, როდესაც თეონას და ავთოსთან ერთად ლაშა აღმოჩნდა და გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა ამ მომენტში. მაგრამ საბოლოოდ მათ ეს კონფლიქტი განიხილეს. არც იყო ფაქტიურად კონფლიქტი, უბრალოდ ინციდენტი იყო და უბრალოდ ლაპარაკით ეს ყველაფერი გამოარკვიეს დღეს ერთად ხედან და არც ჩხუბობენ. გაინტერესებს რატომ ვერ ახერხებთ თქვენ გიორგისთან ან გიორგი შენ რატომ ვერ ახერხებ რომ მოაგვაროთ ეს ყველაფერი ცივილურად დიალოგის ფორმატში. ერთს დავამატებ ქეთის ამ მიმართებაში, ქეთი იძახის რომ მე ყოფილვარ ძალიან ბოროტი ადამიანი, მაგრამ
ხალხი დამეთანხმება კაცს მიღმა. კაცს მიღმა ქეთი ჩემთან ძალიან კარგადაა. მე საუბრება, კომპლიმენტს მეუბნება, მე ვეუბნები, ბოროტ ადამიან და თუ გთვლი, მე შენთან არ კონტაქტო, მით უმეტეს კამერებს მიღმა, როდესაც ვარ თავისუფალი არჩევანში. ეს უკვე ერთი ტყუილი. მეორე, როდესაც იძახენ ეს ადამიანი, თურმე დავდივარ და შეურაცხყოფებს ვაყენებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაყურებელი უყურებს ლაივში. YouTube-ზე ამ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში. ანუ მაყურებელი ხედავს, სად ვაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას, სად არა. და ერთი რაღაცის დამატება მინდა. პროექტია, თამაშია და ყველა შეიძლება თავის წესებით თამაშობს. მაგრამ ბედის გინება, რომელიც უკვე სამჯერ ჩემი მიმართულებით გაჟღერდა. ეს არის ყველაზე მიუღებელი. მე გეუბნებით კიდევ ერთხელ. აბსოლუტურად და ბოლო ჯერ ვიძახ. ჩემამ შობელმა ზოგადად მეგობრებო, ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ არის დასაქმები. ჩემამ შობელმა, რომელიც არის 73 წლის, რომელიც არის მძიმე დაავად, უყურებდა ამ ყოველივეს და ძალიან მძიმედ იქ. მე გპირდებით. მეორეჯერ ვინმე გაბედავს გავს რამეს და რაც ლაშას დაემართა კაცს მიღმა რუსთავი 2-ის სტუდიაში, ის იქნება მონაგონი. დაიმახსოვრე და მეორე მონაგონი. მეგობრებო, ეს არის გაიგეთ, ეს არის თამაში. ეს არის სრულიად მიუღებელი. შეხებას არავის არ გაგიტარებთ. გაიგეთ? გიორგი, ძალიან გხავ, თავი შეიკავე, გიორგი. აიქ რომ მომგიდა ხელი. გიორგი, ძალიან გხავ, თავი შეიკავე. ესეთი ტიპის საუბარი არის ძალადობრივი და არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც არ შეესაბამება ამ გადაცემის პრინციპს. ძალიან გხავ, გიორგი. ამ ყველაფერს მოყვება შესაბამისი სანქციები. დარწმუნებულები იყავით ამაში. გხავთ ახლა მოთეკეთ ნერვები. უხერხულია, ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი. მეგობრებო, მე არ მჯერა, რომ ამ ყველაფრის გამეორება ზრდა სულ ადამიანებთან პირდაპირ ეთერში, რუსთავი 2-ის ეთერში მიწევს უკვე ალბათ მეხუთედ, ხო? თუ მეტჯერ მომიწე ამ ყველაფრის გამეორება, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი და აბსოლუტურად მიუღებელია ძალადობრივი ტექსტები ერთმანეთის მიმართ, შეურაცხყოფა, მით უმეტეს ისეთი უშვერი სიტყვები, რომელსაც იყენებთ ხოლმე, ამიტომ ძალიან გთხოვთ, შეიკავეთ თავი, ეს არის ტელევიზია, აქ არსებობს სტანდარტი, რომლის დარღვევაც კაცრად დაისჯება აუცილებლად. ახლა კი მინდა გადავინაცვლო ქეთისთან. ქეთის სათქმელი ქონდა ჩვენთვის, ხელს იწევდა ესე? მე ცოტა შოკში ვარ ახლა, რაღაცებს ვერ ვაანალიზებ საერთოდ. ეს ორი იმდენად უკვე რაღაცაა, რომ არ ვიცი, მაგრამ შენი პირით გაქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ კესომ შეგაგინა. ხო. კი, იმიტომ რომ ეს მითხრა ყველაფერი სამჯერ გამიმეორა აიმანა როიალმა. კიდევ მე რა გინდა კესოსთან მე ერთიერთე გავარკვიე ხალხო ეს ამბავი გავი აი ზუსტად ნახეთ აი შენ გახილოთ ენერგიის შეგაგება შეჩემთო მეგობრებო, სიმშვიდე შეინარჩუნეთ ძალიან გთხოვ. გავარტყი თუ უბრალოდ ხელში წაუჭირე და მივა. კარგი, თიკა, შენი აზრის მოსმენა მინდა მეგობრებო, უსმენთ თიკას ყველანი. ჟიური ლაპარაკობს გავჩუმდეთ ყველანი. თიკა, გისმენთ? საერთოდ ზოგადად სახლში თანაცხოვრებას ალბათ თავის წესები ახლავს და სჭირდება, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა არის ინდივიდუალური, ყველას თავისი ის აქვს შესხედულება და თავისი სასაუბრო ენა, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც არსებობს რაღაცა ფილტრი, რომელიც საჭიროა, ხო? ჩვენც გვაქვს თითოეულ ფილტრი საკუთარ სახლში, ხო? იმიტომ რომ არ გინდა ვიღაცას რაღაცა შენი გაღიზიანების გამო ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო და ასე შემდეგ. მე მგონი რომ ეს ფილტრი არის გასააქტიურებელი ყველას მიმართებაში. შეურაცხყოფა არის ანუ არ ვიცი, ძალიან ცუდი ის არის, რა ქვია, იდეა შეურაცხყოფა ნებისმიერი ადამიანის მისამართით, ასე ვფიქრობ მე. და ჩემთვის იყო რამდენიმე შემთხვევა ბოდიშის მოხდის, იყო რაღაცა შეცდომის აღიარების, რომელიც მე მომეწონა. მე სიამოვნა თითო რამდენიმე მოვისმინე და იყო ნამდვილად კარგი, იმიტომ რომ ადამიანს როცა შეცდომის აღიარება შეუძლეს, ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდაც და მე ვფიქრობ, ეს არის ცოტა მეტად გასააქტიურებელი თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა წინ რამდენი კვირა გაქვთ
მართლა რანაირად უნდა გაძლოთ ესე დაიავადებთ თავს მინიმუმ გეტყვით როგორ უნდა გავძლებთ მე მესმის რომ აქ სამეგობროდ არ ხართ არც ერთი მოსული და ყველა გამარჯვებისთვის ყველას თავის ტაქტიკა აქვს ეხლა ნელ-ნელა ვატყობთ ხო ვის რა ტაქტიკა აქვს თუმცა მაინც ალბათ ეს ფილტრი ჩართეთ ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ მაყურებლები გიყურებთ თან დღე და ღამე ნებისმიერ სოციალურ ქსელში ასაკობრივად სხვადასხვა და მაინც ერთმანეთს გაუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახებსაც პრინციპში იმიტომ რომ მე ხო უნდა გახვიდეთ მე ხო სახშიც უნდა დაბრუნდეთ საზოგადოებაშიც უნდა გამოხვიდეთ რომ რაღაც ეს მაინც ქვეცნობიერში გქონდეთ ხო სულ ნამდვილად ახლა კი მე მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი წევრი Prime House-ის რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა და რომელიც ყველას კეთილგანწყობას იმსახურებს მინდა გითხრათ მოდი ვნახოთ ვიდეო გარათვაცვე ჩემ შეყვარებულს. ქალაქში ცივა თუ როგორ არის? ეგ ახლა ამ ვიდეო მომიხდება. მენილი კი არა მოგწევ. მე ეგ ვიკი და თეოსიტი ვაჩქობთ ვენილი. წავედით. ჩქარა. სალმე მოდი ცოტა გავალაითოთ ეს სიტუაცია, გადავიდეთ ცოტა სასიამოვნო, ცოტა კი არა, ძალიან სასიამოვნო არსებაზე ვისაუბროთ. ეს არის ვიკი მეგობრებო, რომელიც არის უსაყვარლესი, რომელსაც შემოაქვს არაჩვეულებრივი განწყობა სახლში. მაინტერესებს ვიკის რომ ხმის მიცემა შეიძლება ვის აირჩევდა? მე ზუსტად ვიცი. აუთსაიდერებიდან? ეგეც ზუსტად იცის. ხო არ გვეტყვი ვინ იქნებოდა? კი, შემიძლია. გვითხარი, რა თქმა უნდა. ვის დატოვებდა? ვის დატოვებდა პროექტში? ვიკი მიდის პატრიკთან. როგორც გაირკვა. პატრიკ, ცოტა მაინც იმოქმედა შენს განწყობაზე ვიკის შემოსვლა? ვიკი კი სიბედნიერე და ის სიკეთე შემოაქვს, რაც გვაკნია რა და მე ერთი განცხადების გაკეთება მინდოდა. ბოდიშით მე არ გამოვირჩევი მაყურებელი დამეთახმება არ გამოვირჩევი ბილ სიტყვაობით და ესეთი აგრესიულობით და რაღაცით უბრალოდ ჩემთვის აი ეს მარაზმი ისეთი საშინელებაა და საერთოდ არ ველოდებოდი ამას ერთი წამით კესო დამასრულებინე რომ საუბრობ შენ არავის არ დაუბუნიგები ხარ და ვინც დაგაბუნიგა გვერდით ანუ მეგობრებო არავინ დამაბუნიგა მეთაურობით არ ვიგაბანეურად გიორგისა ბულინგია და შენ წახვალ და ბულინგი მორჩება მე წავალ და ბულინგი მეგობრებო ხო შენ ვიკისთვის ძალიან საზიანოა ესეთ ხმაურში ყოფნა სათავეში ხარ მაგრამ მე მგონი კესო გამოვიდა წყობიდან როგორც ხედავ. ვიკის ცეთვატივი მეგობრებო და მოусმინოთ პატრიკს. პატრიკ გიჩვენ. ჩემთვის ბულინგია. უბრალოდ არ შემეძლო ამ ადამიანთან მივსულიყავ და მეთქვა როგორ წუხვარ, იმიტომ რომ არავინ არ კადრულობდა და კარგი, კესო. შენ და გიორგი ერთად იქნებოდი და მართლა ერთად პატრიკ გიჩვენ. ავთო შენ თემას ლუწული ძალიან ხო? მაგას გავუშვება. ავთო. უნდა გავაკეთო კესო. რაღაც კომენტარი. ხო, სიმშვიდე შეინარჩუნა. ვიკის პატრიკს უსმენთ. ვიკის ვიკის შემოაქვს ხო ის სიხალისე რაც ძალიან გვაკნია და ეხლა საერთოდ რა ხდება მარტივად რო გითხრათ რა თქვენ კამერებში არ ჩანს ის საშინელება რაც ხდება სახლში ხო მარტო ის ხო არ არის არსებობს ენერგეტიკა არსებობს ცუდი ენერგეტიკა არსებობს დაძაბულობა არსებობს იქ ისეთი საშინელება ხდება იმიტომ რომ ნახეთ უყურეთ ზუსტად კარგად დაუსვით კითხვა რატო შერიგდნენ ლაშა და ავთო იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანურად საუბარი ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაც კონსენსუსამდე ისე მივიდეთ რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ხაზის ღარი სიტყვები არ ვეძახოთ და ისეთი საშინელება არ გავაკეთოთ როგორც რაც მოხდა წინა შაბათს ლაივში ყველამ ნახეთ
მე ვეწინააღმდეგები ესეთ საქციელებს, ვეწინააღმდეგები აი ესეთი ბრძოლის მეთოდებს, და მე ვფიქრობ, რომ მოდი აი აქ გადაცემაში დავდგეთ, აქ შევეჯიბროთ, აქედან გამომდინარე ვაჯობოთ ერთმანეთს რაღაცის და არა იმით ვიღაც თავის საძინებელში რას აკეთებდა, ეგ არავის საქმე არ არის და მე მგონი უკვე განვითარების იმ დონემდე მივედით, რომ ხო დავასრულოთ ესეთი რაღაცეები, გადავიდეთ უფრო საინტერესო, უფრო სახალისო, მე გავიცანი ადამიანები ახლოდან ზოგთან უფრო მეტად, ზოგთან უფრო ნაკლებ, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ბევრი საინტერესო აი ის აქვს რა ქვია, თვისება, უნარი და ისეთი საინტერესოები არიან, რომ შეუძლია მაყურებელს რომ რაღაცები ისწავლოს, მაგრამ რა ხდება ამ დროს ეთერში და მეზისღები ტუ, ანუ აი ეს საშინელება არის. კარგი, მეგობრებო, სხვათა შორის მიმდინარე კვირის მანძილზე Prime House-ში უკვე რომანტიული ელფერით შეინიშნებოდა მეტნაკლებად და მოდი ვნახოთ ვიდეო. მე რა საყვარელია? არენჩნოს. მადლობა. აი ცხვირთან მისწელე ცხვირი და ისე შეხედე თვალებში. ხო საყვარელი. თეონა, შენ უნდა გკითხო პირველ რიგში. ყველა საინტერესებს. რა ხდება? არ ვიცით. და შენი აზრით? მაინც? რასაც ხალხი ხედავს, ის ხდება. და მაინც რამდენიმე სიტყვით რა ხდება შენს და ავთაშორის, რა ურთიერთობა ყალიბდება? რაც არ ვიცით. კარგი, მოდი ავთანდილთან გადავალ ხოლმე შეკითხვით. შენ გვიპასუხე რა ხდება? რა შეხედეთ თეოს რამდენიმე წამით და მე ჩემ ადგილას წარმოვიდგინე თავი და მიხვდები ძალიან მარტივად. ნამდვილად უმშვენიერესი არის. Fantastic. ტატო გისმენ, შენც გინდოდა რაღაც. წვილი, რომელიც ძალიან მოგწონს ყველას, ერთადერთი წვილი ჩვენთან სახლში, ჯერჯერობით. ძალიან გულშემატკივრობ ორივეს, ძალიან მიყვარხართ ორივე. ანუ რეალურად დღევანდელი ეთერიდან შეგვიძლია რომ წყვილად მოიხსენოთ. ანუ ჯერ აჩქარები იქნება აუცილებლად გეტყვით მაგ ინფორმაციასაც, როცა დავაპირებთ წყვილად. კარგი, მაშინ დავაკვირდებით აუცილებლად ყველანი და სალომე, შენი აზრით მაინტერესებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ ოთახში ცხოვრობთ, შესაბამისად ყოველ საღამოს ამათი კურკური და ჯგურტული უკვე ძალიან ცუდად ვართ. ხოდა მეტი ასეთი პოზიტიური ფაქტი გვჭირდება ჩვენ ნამდვილად. ქეთევან, შენ უნდა გკითხო. რეალურად ფაქტიურად შენს გვერდით ხდება ეს ყველაფერი და შენს თვალწინ. ქეთის ძინავს მაგ დროს. ვაიმე. ქეთი არის ჩვენი მეგობარი. ჯერ ის არის აი რაღაც საოცარი და ეს ხო კიდე ცალკე საოცარია, ეს ორი ცალკე საოცარია და აი ეს ჩემს გვერდით ხდება ეს ყველაფერი და ძალიან კარგია. შენ ხარ ამ ყველაფრის მომსწრე. მე ვარ ამ ყველაფრის მომსწრე. ძალიან კარგი. ლიზა, მოდი შენ შეგვიფასე ეს ურთიერთობა, მაინტერესებს შენი დამოკიდებულება. მე პირადად ძალიან მომწონს ეს წყვილი, პირველ რიგში რო ვთქვა, ძალიან უხდებიან ხასიათითაც. და მინდა რომ შედგეს. ნუ წყვილს არ უწოდებ, რადგან ავთანდილმა ეს თქვა, მაგრამ მინდა რომ შედგეს და აუცილებლად ვიხილოთ ერთად. საინტერესოა. ტატო გისმენ? ტაშს უკრავ, ისე მეგონა რომ თხოვდა და თურმე ტაშს უკრავ. საინტერესოა, როიელ? ჩემი აზრი გაინტერესებს? რა თქმა უნდა. ერთი სამით. ლოსტორი, ოკეი, გასაგებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თეონას შეუძლია ცოტა თავისუფალი იყოს უფრო ავტოსთან. ჩემებიც მივიღეთ. ავტოს კიდე? რავი, ავტო იცის როგორც რასაც აკეთებს, ესე მითხრა თვითონ და ვენდორი, რავი, ველოდებით. თეონა, მაინტერესებს შენი აზრით როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა? გაქვს რაიმე წარმო ცოტა მორცვია. კარგი, ანუ შენი აზრი მაინტერესებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით ძალიან საყვარლები არიან ესენი და თუ ექნებათ ურთიერთობა,
ლამაზები და თბილები იქნებიან ერთმანეთის მიმართ. ძალიან საინტერესო არის. მოდი ქეთისაც ვკითხოთ. მეორე. თეო. კი, არა, რა თქმა უნდა, მეც მომხრე ვარ მათი ურთიერთობის და ძალიან მესაყვარლებიან არიან. კარგი, მოდი გავახსენოთ ჩვენ მაყურებელს ის, რომ დღეს სამი აუთსაიდერი გვყავს და ერთ-ერთი დატოვებს პროექტს. აქვე გეტყვით ნომრებს, რა თქმა უნდა. პატრიკი 0903030301, კესო ბერუაშვილი 0903030302 და გიორგი ნაზღაიძე 0903030303. ხმის მიცემა შეგიძლიათ როგორც SMS-ებით და ზარებით, ასევე Facebook Messenger-ის საშუალებით. ამისათვის აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, არჩიეთ პირადი მიმოწერის ველი და რა თქმა უნდა შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს, ან ერთს, ან ორს, ან რამდენიმეს, არ ვიცი, ნახოთ. და ახლა ძალიან ცხელი ვიდეო მოგიმზადეთ ჯაკუზი სტუდიაში. გოგოებო, მაინტერესებს როგორი გამოხმაურება მოყვა თქვენს ვიდეოს? საომე გისმენთ? ხო, ეს არის ჩემი გადაცემა ნახევრად შიშველი ინტერვიუ. ეს ჩელენჯი ქონდა და გაიმარჯვა თეონამ, ამიტომ მოვიწვია ჩემთან ჯაკუზში, გავუმასპინძლდი ღვინით და მე მგონი ნახეთ, რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. თეონა გისმენთ? ერთი რაღაც მინდა ვთქვა, მოკლედ დიდი ხანია ესეთი კომპლექსივით რაღაც ჩამომიყალიბდა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც არსებობს, რომ რადგან შენ აუზზე ხარ, ვთქვათ, ან სანაპიროზე ხარ, ეს დაშვებულია, რომ შენ ხარ სასურაო კოსტუმში და ასე შემდეგ, ხო? ეგ ნორმალურია და ყველა გიყურებს, მილიონი ადამიანი, ხო? ნორმალურია, ვიცით. როგორც კი შენ ფოტოს დადებ თუ ვიდეოს დადებ თუ რაღაც მსგავს გაკეთებ, შენ უკვე ცუდი გოგო ხარ. და რაღაცა არ ეს რეალურად მეც ესე ვფიქრობდი და არ მომწონდა და რაღაცა ბრძოლები მქონდა ჩემთან, რომ მეთქი მართლა ცუდ ხარ ვაკეთებ რაღაცა რა ხდება, ანუ რა მნიშვნელობა აქვს მე იქ მიყურებს ის ადამიანი, ხო? ანუ მე ესეთი გაგება მაქვს, მართლა ესე მივხვდი, არ ვიცი ხო ვინ როგორ ფიქრობს, ყველას თავისი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ის ადამიანი, ვინც მერე შემომხედავს ეკრანზე, იქ მიყურებს აუზზე, სასწრებში, თუ ეკრანზე? კარგი, ახლა შეგითხრა მაგ განსხვავებას. შენს ვიდეოს რაიმე ცუდი კომენტარები ხო მოყვა? მაგიტომაც რეალურად ეხლა ჩემს მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ვინ რა სიტყვის, იმიტომ რომ მე ჩემ თავთან მართალი ვარ და მოვაგვარე ჩემ თავთან, ანუ ეს თემა და მაგიტომაც აღარ გვიქვამ ისე, რომ აი რაღაცა ისეთი იყო. რას გეუბნებოდნენ მაინტერესებს? ანუ აი შვილი ყავს და ქმარი ყავს და ეს ანუ რას ანუ ხო ხდები რას აკეთებ ისე? შვილი ყავს და არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ ნამდვილად. ხო, მადლობა ძალიან დიდი, ხო. ამიტომ ძალიან მეგონი ანიც ვიხილეთ ხო ამ ვიდეოში? მე წავაგე, მაგრამ ანიც კი არა, ანი ვიხილეთ ამ ვიდეოში. იდილია ამათ, ისე არა. ანი გაგვამხიერუა ხოლმე შორის. ჩვენიერი იყავით. არაჩვეულებრივები იყავით სამივე, მინდა გითხრა და საომე მაინტერესებს შემდეგი რესპონდენტი ხო არა მოგირჩევია? ჯერ ვფიქრობ, აქ ისეთი ამბებია, ჯერ ჩემთვის მე მგონი არცალი არავის და ცოტა ხანი მოვიცდი და მე ისევ ჩავწერავ. ყავს სურვალები, ვინმეს უნდა რომ შემდეგი აი, პირველი მსურველი ვიპოვეთ, საინტერესოა ძალიან. სხვა ხო თეოს ძალიან უნდა და გოგოებს პატიჟებ? თუ ბიჭებიც იღებენ მონაწილეობას? იცი რა, ხო აი კარგი პრინციპია სურვილს ვინც გამოთქვამს, რა თქმა უნდა, კარი ღია. მეც არავის?
ამ ხარ იქნები შემდეგი. მამაკაცები ვითვალისწინებთ რაღაცებს. არა, ჩვენ სალობესთან გვაქვს ის მეგობრული ურთიერთობა, სადაც არ გვერიდება მსგავსი რაღაცა ჩვეულებრივად შეგვიძლია გავაკეთოთ ინტერვიუ ერთად. მაგრამ არის რაღაც დისტანცია. სალომე, შემდეგი რესპონდენტებიც უკვე ყავს. შვენიერი ნამდვილად. კარგით, მეგობრებო, მოდით ახლა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებლებს თქვენი ნომრები, რადგან ძალიან მალე ხმის მიცემა დასრულდება და უკვე უნდა გამოვავლინოთ თუ ვინ დატოვებს და ვინ დარჩება პროექტში. პატრიკის ნომერი 09033030301, კესო ბერუაშვილის ნომერი 09033030302 და გიორგი ნაზღაიძის ნომერი 09033030303. სულ რამდენიმე წუთი რჩებათ, რომ მისცეთ თქვენს რჩეულს ხმა და სანამ ხმის მიცემა შეწყდება, მოდი ვნახოთ პატრიკზე მომზადებული სიუჟეტი. დავიბადე გორში, 6 წლამდე ვიზრდებოდი გორში, მე გადავედით გორის გვერდით არის ესეთი სოფელი დოესი, ისეთი ბავშვი ვიყავი, ოხერი და გაქანებული და გამოქანებული, მაგრამ ბოროტი და არასამართლიანი არასდროს არ ვიყავი, არც მაშინ. მე წამოვედი თბილისში, მე ჩავაბარე ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკმაოდ კარგი ქულებით. და მე ამიყვანეს უმაგრეს სამსახურში, უმაგრეს მარკეტინგის გუნდში. იმდენად მიყვარს ჩემი სამსახური, დღეს გამოვედით თუ არა პრაიმ ჰაუსიდან პირდაპირ სამსახურში წავედი. წარმოიდგინეთ, სახლშიც კი არ მივსულვა. მოგესალმებით მეგობრებო, მოვედი ჩემს სამსახურში, ჩემს თანამშრომლებთან, რომლებიც მომენატრნენ. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია გავომყევით და ეხლა გაჩვენებთ ჩემს თანამშრომლებს. არ იციან რომ მოვედი, არც ის იციან რომ აქ ვარ და აბა ეხლა როგორი ეხლა როსაც არ გავუხარდეთ. მეგობრებო, აუცილებლად დავიმესიჯეთ ყველამ, დავიმესიჯებთ ხო? აი ამ ნომერზე დავიმესიჯეთ. მეგობრებო, ჩვენი გუნდი გამოირჩევა ზეკრეატიულობით და ნახეთ როგორი საინტერესო ოთახი გვაქვს, ესეთი ბევრი საინტერესო ნახატები, ფოტოები, აქვე არის ბიონსეც. გალეში ყავთ ხარ? კარგად. ჩემს მეგობრებს ძალიან ვენატრები, იმიტომ რომ ამდენ ადამიანთან უწევთ ჩემი თავის გაზიარება. ეხლა ველოდები ჩემს მეგობრებს და ერთი სულნი მაქვს, როდის ვნახავ. ვაიმე! რა შვებით მეგობრებო, გიხარიეს დღეს ხო სვაბოდაზე რა ვარ? ეხლა შეგიძლიათ უკვე მოყვეთ როგორი კაი ადამიანი ვარ, ხე? ქონდა ყურში სიმსივნური წანაზარდი, რომელიც ამოვიკვეთ ოპერაციის შემდეგ თავში განვითარდა კისტა გამოჩნდა, რომელსაც ვერ მაჭრიან, იმიტომ რომ საშიში ადგილას არის განთავსებული და არც ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში ეს კისტა გასკდეს. მინდოდა კომენტარებისთვის თავის არიდება, მაგრამ არ გამომივიდა და ვერ ვხვდები, რატო უნდა მიწერდეს ვინმე და ბევრი ადამიანი მიწერდა იქ ისეთ კომენტარებს, რომ ნეტა კიბო თავიდან დაგემართოს, მე მოკვდე რა, ანუ ხო არსებობს რაღაცა თემა, რაზეც შეიძლება რომ ვიღმიცინოთ, რაზეც შეიძლება რომ არ ვიღმიცინოთ. უბრალოდ დედაჩემი რატო უნდა ტიროდეს ამ კომენტარების გამო, მაგას ვერ ხვდები და ვერც იმას ხვდები, რატო დავიმსახურე ეს კომენტარები. მყავს ჩემი უსაყვარლესი კითხავი სილვაჩკა, რომ დღესაც აუცილებლად სილოს უნდა ვისტუმრო, იმიტომ რომ მაინტერესებს გავარდები თუ დავრჩები, გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ. ვაიმე. შენ მიირთვი მე კაც გაგიშტი. ბატონო. ა ყველაფერი გეტყვი, რაც გამოჩნდება ყველა. აბა. დიდი სიხარული წარმატება, წინსვლა და გამარჯვება. გამარჯვებით ზევით ათიხარ. ნუ ხო აბა სხვა ვინ გაიმარჯვებს ახლა? შენ. შენ შვილო, შენ. შენ. ცოტა გურნი მწყდება კიდევაც, რომ აუთსაიდერებში ვარ, იმიტომ რომ შეიძლება გავარდე. ფიქრობ, რომ ამ პროექტში უნდა ვიყო. პატრიკ, სანამ მოგცემ სიტყვის თქმის საშუალებას, მე არ შემიძლია რომ ამ ვიდეოში თქმული
სიტყვები დავტოვო უკომენტაროთ, რადგანაც ნახეთ, რომ პატრიკ ძალიან ბევრმა ადამიანმა მისწერა ისეთი სიტყვები, როგორც შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია, დაუშვებელია და მე პირადად მინდა გითხრათ, რომ ამის წაკითხვისას შოკში ვიყავი. და აი ამ შემთხვევაში არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ აი ეს საქციელი მეგობრებო, ვინც გვიყურებთ, დარწმუნებული ვარ და პატრიკს ამას წერს. აი ეს არის ამორალური საქციელი ნამდვილად. პატრიკ, ხო, ეხლა მიმარხე შენს გულშემატკივრებს. მეგობრებო, აი ეს კომენტარები ვნახე რამოდენიმე დღის უკან და დღემდე ეს რამოდენიმე დღე, აი იმაზე ფიქრით, რომ დღეს მაყურებელი და ზოგადად საერთოდ ვინც ამას წყვეტს 24 საათის განმავლობაში ლაივს უყურებს და ყველაფერი იცის ზუსტად რა და როგორ იყო და ამიტომ მე არ მეშინია აქ ჯდომა, იმიტომ რომ მე ჩემი სიმართლეს მჯერავს, მე ვიცი რომ არ ვიგონებ არაფერს, მე ვიცი რომ არაფერში რაღაცა ბანძ, რაღაცა სამსახი, აი რაღაცებს არ ვაკეთებ, არ მოკვთესი და ესე. რაც შეეხება დღეს აქ რაც ხდება და რაც მოხდა, ეს ჩემთვის არის მიუღებელი და თუ მაყურებლის გადაწყვეტილება იქნება, რომ ეს ადამიანები პროექტში დარჩნენ, ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელი არის, მე მსგავს ბანძ პროექტში ვეღარ გავაგრძელებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩემთვის საერთოდ ეხა ამას გვერდით რომ ვზივარ, ეს ძალიან ცუდი ამბავი არის, იმიტომ რომ სად მოვხვდი ვაფშე რა მინდოდა, აი ეს რას ნიშნავს საერთოდ? მე მგონი არ იცის. არა, ეს ჩემთვის მიუღებელი არის. აი ესეთი ბანძი მეთოდებით ბრძოლა და აი ესეთი რაღაცა რომ ადამიანი რომ მოდის და ტირის და ამბობს რომ იცი რა არის მომეცით ის რა ქვია საშუალება რომ აუთსაიდერებში დავდგე და იმიტომ რომ გიორგი მესე გამიკეთა და პატრიკ, მოდი, შენ უნდა მიმართა შენს გულშემატკივრებს თუ რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ ყველაფერს რომ ძალიან ხო, შენს მოგეცემათ ხო? თქვენ ძალიან კარგად ხედავთ რომ არც აგრესიული ვარ, არც ბოროტულად ვინმეზე არ ვხუმრობ, არც შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, არც ვინმეს არ ვაგი, პირიქით ვცდილობ რომ ზოგადად ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი ხო იბადება რაღაც დანიშნულებით სამყაროში და ვფიქრობ რომ ჩემი დანიშნულება ეს არის რომ ადამიანები გავაბედნიერო და გავამხიარულო. ეს შეიძლება გამომდიოდეს, შეიძლება არ გამომდიოდეს, მაგრამ ალბათ თქვენ იცით როგორც უნდა მოიქცეთ. დიდი მადლობა პატრიკ. ნინუცა, პატრიკის ვიდეოსთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, რაღაცის თქმა გინდოდა. ხო, მინდოდა თქმა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში ესე იციან რაღაც ტალახის სროლა, თქმა დაუფიქრებოდ და ვერ ხვდებიან, რომ რეალურად ადამიანი დგას. ერთი არის რომ გაკრიტიკებენ ჩაცმის გამო რა თქვი, მაგრამ მეორეა, როდესაც ესეთ საშინელ დაავადებას აი ამ თემას უტრიალებენ. საერთოდ არ ვიცი, ახლობელი არ ყავთ, ნათესავი არ ყავდეთ. ანუ ვინც ამ დაავადებით იმდენად გავრცელებული არის სიმსივნური დაავადება, მართლა ყველა ოჯახს შეეხო და როგორ შეიძლება ეს საერთოდ დაუშვა, ამაზე დიდი ტკივილი და განსაცდელი არაფერი არა დაამთხოვ ყველას, რომ იფიქრეთ რას წერთ. მადლობა, ძალიან დიდი. ახლა კი შეგახსენებთ რა თქმა უნდა პატრიკის ნომერს 0903330301. ამ ნომერზე უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ იმისათვის რომ პატრიკი დარჩეს შოუში. ახლა კი მოდი ვნახოთ კესო ბერუაშვილის შესახებ ვიდეო. მამა ჩემს ყავდა უამრავი საყვარელი. ამ საყვარლებისგან შვილებს აჩენდა და დრო აღარჩებოდა რეალურად ჩვენთვის. ამან გამოიწვია ის, რომ დედაჩემს დეპრესია დაემართა. მუდამ იღებდა მამა ჩემის ბოდიშებს და შემდეგ იგივე და იგივე მეორდებოდა და ამ შემთხვევაშიც მაგიტო გამიჭერდა მე მიჭირს მამაკაცის პატიება, იმიტომ რომ ეს არის ცოტა ბავშვობის ტრავმა. მამაკაცებში ვეძებ რაღაცნაირ ან თავშესაფარს, ან სითბოს, ან თავდაცვას. მე სულ მქონია ორი სერიოზული ურთიერთობა. პირველი შეყვარებული იყო, როდესაც ვიყავი 23 და ის იყო ჩემზე 10 წლით უფროსი, 32 წლის კაცი. ცხოვრობდით 2 წელი ერთად და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მამაკაცი იყო, ვისკი ცხოვრებაში მყოლია. მას უნდოდა ოჯახის შექმნა, თუმცა მე ვთვლიდი, რომ პატარა ვიყავი ოჯახისთვის, შვილებისთვის და ეს იყო ძირითადად მიზეზი ჩვენი დაშორების.
მეორე ურთიერთობას რაც შეეხება, ეს ადამიანი იყო ქართველი, თუმცა ქონდა განსხვავებული აზროვნება. რეალურად ჩვენი დაშორების მიზეზი იყო ის, რომ მან მე ვიღალა და დაშორების შემდეგ მქონდა ძალიან ცუდი ემოციური ფონი, იმიტომ რომ ჩემმა შეყვარებულმა სულ რაღაც ერთ კვირაში ახალ გოგოსთან გააოფიციალურა ურთიერთობა. ჩვეულებრივად ის რომ მე ვაფშე მისვეცებს. ნაზღაიძე მომწონდა, სიმპათიები მქონდა მის მიმართ და ჩვენი კოცნა იყო თამაშიდან გამომდინარე, თუმცა ეს რომ ნაზღაიძე არ ყოფილიყო, მე კოცნას არ გავრისკავდი. 1 2 3 ამ მომენტში ცოტა სიბრალულის მომენტი მაქვს და არა ან სიძულვილის, ან წყენის. სამწუხაროდ ყოველთვის როცა ვცდილობ მქონდეს რაიმე სახის ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში იმედ გაცრუებული ვჩერდ. ესა, ხო, მიმართა შენს გულშემატკივარს და უთხარი თუ რატომ უნდა დარჩე პროექტში. ჩემო მეგობრებო, თუ ხართ ბულინგის წინააღმდეგი, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ჩემი ბულინგი, გიორგის ბულინგი არის ერთი და იგივე, იმის გამო რომ ეს გიორგი არ შეიძლება არ დაარქვა ბულინგი, ჩემთვის ეს ბულინგია და ყოველთვის მის სათავეში ბატონი პატრიკი იდგა. არ ვიცი შეგიძლიათ გადაახვეთ კადრები და ნახავთ ვინ. მე ვარ ბოროტი ჯოჯო. ეს არის ესოს პირადი დრო. ძალიან გთხოვთ. აცადეთ ესოს რომელიც გამოზის. ესო მოდი მიმართა მაყურებელს და შენს გულშემატკივარს მიმართა კესო. თავი შეიკავეთ, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ. ესო მიმართა მაყურებელს. და მე ძალიან მჭირდება ეს პროექტი და ვფიქრობ, რომ უნდა დავრჩე პროექტში და დამიჯერებ. ჩვენ მაგას არ ვფიქრობ. ჩვენ მაგას გეკითხავ. ჩვენ გეკითხავ ახლა. მე კი შეგახსენებ ესოს ნომერს 0903030302. და მეგობრებო, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, და Facebook მაყურებელს, რადგანაც როგორც მეუბნებიან, ამ წამს Facebook Live-ში ჩვენ გვიყურებს 21,800 ადამიანი. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს. მადლობ. უკვე 21,900 ერთდროულად სწორედ ამ წამს და დარწმუნებული ვარ ტელეეკრანებთან კიდევ უფრო მეტი მაყურებელი არის და გიორგი, ახლა გიორგის შესახებ ვიხეოთ, მოდით ვიდეო. დაძაბული 2 კვირის შემდეგ მომეცა საშუალება გავსულიყავი იქ, სადაც მე მინდა. ჩემმა მეგობრებელს ალბათ ბევრმა არ იცის, რომ როდესაც ძალიან რთული პერიოდი მაქვს, მინდა განმარტოება და ეს განმარტოება არის ჩემთვის ბუნება, სადაც არ არის ადამიანი და ვარ მხოლოდ მე. სადაც შემიძლია ვიფიქრო, რა იყო ჩემი შეცდომა, რა იყო სწორი ნაბიჯი, რა შეიძლება გამოვასწორო. ცხოვრების გზაზე ვთვლი, რომ ისეთი ტკივილი მაქვს გადატანილი, რომელიც ეხლა ხანს იყო, რომ მგონია, რომ ყველაფერს უკვე გავუძლებ. არა მგონია, რომ ცხოვრებამ უფრო მეტი რამ განსაცდელი მომიტანოს, რაც ბოლო ურთიერთობაში მომივიდა, როდესაც ჩემი შეყვარებული დაიღუპა ავტოავარიაში მოსკოვში. შესაძლებელია ეს ყველაფერი კესოსთან მიმართებაში ძალიან ცუდად გამოიხატა ჩემგან, გამოსწორებით ალბათ უკვე სამწუხაროდ ვერ გამოვასწორებ ვერაფერს. ვებიდან უსამართლობას და სხვა ადამიანის დაჩაგვრას. პროექტში ისე მოხდა, რომ პირიქით მე დავაბულინგე, კესო. სამწუხაროდ მოხდა მსგავსი ფაქტი, შეცდომები ალბათ ყველას მოგდის. ავყევი მონაწილეებს და ამ აყოლილ თამაში, რომელიც დაიწყეს სხვებმა, აღმოჩნდა ერთი თავი და თავი საბოლოო ჯამში. ალბათ ყველაზე მეტად მე მომეთხოვება ამ პროექტში ამ ხელა გამოცდილების ადამიანს ალბათ თავი ვაკონტროლო და ამ გზებიდან გამომდინარე სხვებს მონაწილეებს მივცე რჩევები. ახლაც Prime House-ში ჩემი მთავარი მიზანი ყველა მიცის რო არის ბავშვი, შულზე უფლებების დაბრუნება, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახლა უკვე აქტიურად მინდა დავრჩე და ვიბრძოლო გამარჯვებისათვის, არის დედაჩემი, რადგან ზოგადად დამირეკეს და უკვე მითხეს კონკრეტული რიცხვი თუ რომელ რიცხვში შევდიოდი Prime House-ში.
იმ საღამოს დედაჩემი იყო ცუდად ჯანმრთელობის მხრივ, რომელიც არც ერთი ოჯახის წევრს არ გვითხრა. ბევრი ჩხუბის შემდეგ, როდესაც უთხრათ რატო არ გითხარი, გამოვიდოდით, დაგეხმარებოდით, ბოლოს გააჟღერა ესეთი ფრაზა, რომ არ მინდოდა ხელი შექშლოდა შენი მიზნების მიღწევაში. ანუ ეს იგულისხმებოდა, რომ იცოდა, რომ თუ ცუდად იქნებოდა, მე პროექტში არ შემოვიდოდ. გამორიცხული იყო ჩემი პროექტში შემოსვლა. ვთვლი, რომ აი ეს მეორე მიზანი არის ეს, რომ ის ცუდად ყოფნა დედაჩემის სახლში არ უნდა იყოს უბრალოდ წყალში ჩაყრილი. გიორგი, გთხოვ მიმართა შენს გულშემატკივარს, რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა გვიყურებს. მაშინ უნდა განმეორდე პრინციპში ერთი და იგივე თქმა მომიწევს, ანუ მიზანი თავიდან ბოლომდე როგორც იყო არის შვილი, შვილზე უფლებების დაბრუნება და მეორე მიზანი ჩემ მშობლებს მიმართო, სახელით მიმართო ხოლმე ციცოზურა, იცოდეთ რომ აქ თუ ეს მიზანი ვერ განვახორციელი, აუცილებლად კვირდებით რომ გარეთ ამ მიზანს მაინც ძალიან მალე განვახორციელებ, ის რომ თქვენ ნახოთ ეს ყოველივე. მეტი არაფერი. მე კი შეგახსენებთ გიორგის ნომერს 09030303 და სულ ცოტა დრო რჩება მეგობრებო, სანამ გამოვავლენთ თუ ვინ დატოვებს პროექტს და ვინ დარჩება Prime House-ში. ჟიურის მინდა ვკითხო, თუ ყავთ მოფიქრებული რომელიმე შემთხვევაში ვის გადაარჩენთ? ჩვენ მშვენი გადაწყვეტილება ასე თუ ისე მივიღეთ და ველოდებით ხალხის არჩევას, ძალიან საინტერესო ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით ჩვენი გადაწყვეტილება. შედეგებით. მინდა მაინტერესებს რა კრიტერიუმები არის ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ წინა კვირისგან ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს ამჯერად. ცოტა ძალიან განსხვავებული. მე ვცდილობ რომ სუბუქად მოგაწოდოთ რაღაცები. რაღაცა მე თვითონაც აი უკვე რაღაც ცოტა დავიძაბე და ნერვიულობ ვერ ხვდები რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება მაყურებელი ამას არ გძნობს კიდევ და გონია რომ თამაში მიდის და მართლა გეუბნებით ისეთი ენერგეტიკა აქვს რომ მართლა დავიწყუნე. რა არ მომეწონა მინდა და არ მქონდა იქიდან გამომდინარე ისეთი კამათი იყო რომ საშუალება არ მქონდა რომ მე თქვა ამაზე გამომახვილებინა ყურადღება არ მომეწონა ცალსახად რომ შეიქმნა რაღაცნაირი კოალიცია რომელიც ცოტათი ჩვენი ფუნქცია შეითავსა რა უცბად გადაწყვიტეს რომ აი შენ დატოვებ ანუ ეს მე ძალიან არ მომეწონა მე ნიშნა ხო იცით ერთხელ ყოველთვის პატიებთ მაგრამ გაითვალისწინეთ რომ შემდეგში ეს ესე მარტივად არ დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ აქ ჩვენი ფუნქცია გვაქვს, ჩვენ ზუსტად იმისთვის ვართ მაყურებელი არჩევს. თქვენ უნდა თქვენი ინდივიდუალური თამაშია, ეს არ არის გუნდური თამაში, ხო? ინდივიდუალურად თქვენ ვისგან გეწყინათ, რა გაგეხარდათ, ვინ მოგწონთ, ვისთან გინდათ, ინდივიდუალურად გაარკვიეთ, გამოვლინდება მერე უკვე ვინ იქნება აუთსაიდერი და უკვე ჩვენ შემოვდივართ თამაში, ჩვენ და მაყურებელი ჩვენ ვავლენთ. ესე თქვენი გადაწყვეტილებით ეს თამაში არ შეიძლება რომ იყოს. ჩემი აზრით კიკა რა დამატებდი? იცი რა, ფაქტია რომ კოალიციები არ მუშაობს კარგად, იმიტომ რომ ჯერ ერთი მაყურებელზე არასწორად, უბრალოდ მაყურებელის გადაწყვეტილებას რაღაცად მეტნაკლებად ამ წლებთან ერთად რაღაც ალღო გამომუშავდა მაყურებელს რაზე აქვს მეტი სენსიტიურობა გამძაფრებული. ამიტომ მე ჩემი ვარაუდები მაქვს, რა თქმა უნდა, როგორ წავამოვლენები. თუმცა აი აქ ხო ჩვენს თვალწინ მოხდა ის, რომ აი თეორიულად ვთქვა, რომ გიორგი იმიტომ ზის ამ სკამზე, რომ ბულინგის გამო კესოს ვისამართით, ხო? და უცებ კესომ სულ სხვანაირი რაღაც შეცვალა თავისი, ხო თუ გააკვირვა თავისი მეგობრები, ფაქტია. ხო, კესო თავის გადაწყვეტილებით ის მესმის, რასაც ამბობთ. არა, გიორგი მაგის გამო არ ზის, რომ აბულინგებდა კესოს. აი თეონოსგან მოვისმენე ფრაზა ახლა. ერთ-ერთი მიზეზი არის. იყვება ძალიან გთხოვთ, ნუ შევდივართ პოლემიკაში ჟიურისთან და მე შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამი რჩება, ასე რომ თქვენს გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ იაქტიურონ და მე დავიწყებ უკვე 10-ას. მინდა თქვა რომ დღეს მივხვდი რომ აი 10 მაგარი შოუ იქნება ეს იმიტომ რომ აი დღეს იყო აი ეგ სადაც გავიაზრე ყველაფერი კიდე ორ მაგარ. ასე რომ ყველა წარმატებას გისურვებთ guys. ვიწყებთ 10-ას. 10 9 8 7 6 5 4 3 2
ერთი ხმის მიცემა შეწყდა. ჩვენ სულ რამდენიმე წამში გავიგებ, თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული დღევანდელ დღეს და სიმართლე თუ გაინტერესებთ, ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც მე პირადად არ ველოდი და ძალიან მაინტერესებს აქედან გამომდინარე თუ როგორ დასრულდება დღევანდელი სამყარო, რადგანაც სრულიად მოულოდნელი აუთსაიდერების შემადგენლობა არის დღეს ჩვენს წინაშე და ძალიან საინტერესოა, ვინ დატოვებს დღეს პროექტს, ვინ გახდება რჩეული მაყურებლის. სულ რამდენიმე წამით, რადგან ხმებს ითვლიან, თქვენ ძღელავთ ხედავ. არ ვიცი, ნახოთ. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოიხსნა არა მარტო Facebook Live-ის რეკორდი. ამ წამს ჩვენ გვიყურებს 23,800 ადამიანი. კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვიყურებს ტელევიზიით. რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ის ეთერში. და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა მათგანს, ვინც გვიყურებს, თქვენ გულშემატკივრობთ, განიხილავენ თქვენ საკითხს, რა თქმა უნდა, ხმასაც გიჭერენ, მხარსაც გიჭერენ და ხმასაც გაძლევენ და სულ შემოვიდა 323,200 ხმა. 323,200 ხმა, მეგობრებო. ჩვენ რეკორდებს ხსნით და ხსნით ყველა მიმართულებით, ყოველ დღე ჩვენი მაყურებლების რაოდენობა და ჩვენი აუდიტორია ყოველდღიურად იზრდება, თქვენც ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდებით და ამ კვირაში ხმების უმრავლესობა მიიღო და მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტ Prime House-ში რჩება გიორგი ნატყაიძე. გიორგი, გილოცავ. ხო, დაუბრუნდი მონაწილეს. ხო, გაიჭექი გიორგი. არის. დაუბრუნდი. სამართლიანობამ გაიმარჯვა ხალხო. სიკეთე გაამართლა ბოროტება. გიორგი, ხო, დაუბრუნდი მონაწილეს. გიორგი. დიდი მადლობა. მესმის შენი ემოციების დაუბრუნდი მონაწილეებს, დაიკავე შენი კუთვნილი ადგილი, რომელიც ხალხმა მოგცა. ერთადერთ ფრაზას ვიტყვი. ყველა მაყურებელს მე ვიძახდი, რომ ამ კვირის განმავლობაში ვიყავი მარტო. და არა, მე დავრწმუნდი, რომ მარტო არ ვარ, მთელი საქართველო ემიგრაციაში ხალხი ჩემთან ერთად და უღრმესი მადლობა. ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. ძალიან დიდი მადლობა, ყველა უღრმესი მადლობა. ყველა თითო SMS-ის, ყველა ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ ჟიურისთან გადავიდე, რადგანაც დროა თქვენი გადაწყვეტილება გავიგოთ, მაგრამ მაინტერესებს ელოდით თუ არა ასეთ შედეგს. მასალა ძნელი იყო ნამდვილად. კი, განცხადება რო გავაკეთე. ერთი წამი ჯერ ჟიურის უსმენთ. არა, ეჭრა მოულოდნელია და ტრადიციულად 1-2 წუთი თუ გაქვს საშუალება რომ ერთმანეთს დავილაპარაკოთ. ჟიური როგორც მეუბნება სჭირდება რამდენიმე წუთი რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს და აბსოლუტურად მესმის, რადგან ეს კვირა სრულიად განსხვავებული იყო, ძალიან ბევრი მოულოდნელობა იყო და ძალიან უცნაური შემადგენლობა დაგვხვდა აუთსაიდერებში მინდა თქვა. და ნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჟიური. გიორგი, ვხედავ რომ ძალიან ბედნიერი ხარ და ემოციებით სავსე. იმიტომ რომ ხალხი მართლა გვერდში დამიდგა. აი ძალიან მაგარი, იმიტომ ერთი ვიბრძოდი ამდენის წინააღმდეგ. ხალხო, ეს ძალიან მაგარი რამ არის, ძალიან. და ხალხის გარეშე ჟიურის ხელი არ შეუშალოთ რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ჟიურის ვთხოვ რომ გაგაცნოს თავისი გადაწყვეტილება, რადგანაც ყველა სულ მოუთქმელად ველით. თქვენს ველით. ერთ ვიტყვი რომ აი როგორც ყოველთვის ტრადიციულად სხვა გადაწყვეტილებებით შემოვედით და გადაცემის დასასრულს სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ. ჟიური, ვინ რჩება პროექტში? მე მინდა აღვნიშნო რომ ადამიანები რომლებიც ორმაგ თამაშს თამაშობენ, მათი გემი მალე იწირება და იმარჯვებს სიმართლე და პატრიკის რჩება შოუ.
მეგობრებო, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ პროექტს წოვებს კესო ბერუაშვილი. კესო ბერუაშვილი წოვებს პროექტს, მე კი ლაივს ვასრულებ. თქვენ ყოველ შაბათს გვიყურეთ 22 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში, ხოლო კვირის დღეებში არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველ დღე 23 საათზე უყურეთ Prime House. მე დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიყურებდით. შევხვდებით მომავალ კვირაში. კარგად.